სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. თვის მადლითა და შეწევრით ამ მცირე ტაძარში შეიწირა უსისხლო მსხვერპლი. შევსწირეთ ეგრეთვე ძალისაებრ ჩვენისა თვისავე თანაშეწევნით ქების მსხვერპლი, ანუ გალობა ლოცვანი. ჯერ არს გვიხს სამღვდელოთა შევწიროთ თუ შეიძლება ითქვას სახარებისეული მსხვერპლიც, ანუ განვავრცოთ ღვთის სიტყვა, რომელიც დღეს წმინდა ლიტურგიაზე ამოვიკითხეთ, კერძოდ ლუკასაგან საკითხავი. გრძელდება ჩვეულებისაებრ მოსამზადებელი კვირიაკეები წმინდა დიდმარხვის წინ. პაწინდელს ამას კვირიასა, როგორც თქვენმა სარწმუნოებამ უწყის, ეწოდება უძღებიშვილის კვირიაკე და რა თქმა უნდა სახელდება ამ კვირიაკისა და შვიდეულისა აღებულია სახარების დღევანდელი საკითხავიდან, კერძოდ იგავიდან, რომელიც მას ჟამსაშინა უფალმა ღმერთმა წარმოსთქვა. რა თქმა უნდა დღევანდელი სახარების საკითხავით საგალობლების ღვთაებრივი ჰიმნები ყოველივე ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ დედამან ჩვენმან ეკლესიამან ჩვენში გააღვიძოს სინანული თვისთა ცოდვათა და განცდა ამ ცოდვებისა. მას ამას ემსახურება სახარების ეს საკითხავიც, ვფიქრობ ქადაგებას, რომელიც ერთგვარი მცდელობა არის განმართოთ დღევანდელი სახარების საკითხავი. ამისთვის რა თქმა უნდა ჯერ არის რომ კიდევ ერთხელ გულს მოდგინეთ ამოვიკითხოთ სახარების აწინდელი საკითხავი. უფალი როგორც გახსოვთ ხშირად იგავებით ესაუბრებოდა ჩვენსავით სულიერად მდაბიო ადამიანებს, რადგან თვალი აქვს და ვერ ხედვენ, ყური აქვთ, არ ესმით, გული აქვთ, ვერ გულისხმობენ, რადგან განზრქა გული მათი, ჩვენი გულები განზრქალია, ბოროტი და შეუფერებელი გულის სიტყვებისაგან, ცოდვათა მიმოტაცებისგან, ლებათა ხელბისაგან მოკლეთ რომ სხვათ. კაცსა ვისმე ამბობს უფალი ესხნეს ორ ძე და რქვა უმწემეს მან მამასა თვისა. ესე იგი რომელიღაც კაცს ყავდა ორი შვილი, უფროსი, უმწემესი ძველ ქართულად ნიშნავს უმცროს და უმცროსი ვაჟი. ის რაც წარმოითქვის ამ იგავში, უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებითაც ეს ადამიანებზეა საუბარე, მართალზე და ცოდვილზე, ასე ვთქვათ, პირობითად, მეორე მხრივ აქ ცოტა იდუმალების თვალსაზრისითაც უნდა შევხედოთ ამ იგავს. უფროს ძმაში წმინდა მამათა განმარტებით მოიაზრება უწინ ღვთისაგან ამორჩეული ერი, უწინარეს ყოველთა ტომთა და ენათა, კერძოდ ისრაელიანები, ხოლო უმწემეში, უმცროსში მოიაზრებიან ყველა დანარჩენი. ესე იგი წარმართები მათ შორის მოიაზრებოდნენ ჩვენი წინაპრების იბერიელნი. მას ორი ვაჟი ესხა და როცა როგორც ჩანს მოიწიფა უმწემესი, ანუ პატარა, უთხრა მამასა თვისა. მამაო, მომეცმე, რომელი მხვდების ნაწილი სამკვიდრებელისაი. სინამდვილეში მამას იყურა მაშინ პატრიარქატი, შეეძლო მიეცა მემკვიდრეობა, არა მხოლოდ უმწემეს, არამედ უფროსი შვილისთვის, შეიძლება არც მიეცა. ეს მისი ნება იყო, როგორც დღეს ვიტყოდით, კეთილი ნება იყო. ეხლა ჩვენ შეიძლება დავეჭვდეთ, აქ მამაში მოიაზრება ღმერთი უფალი. შეიძლება დავეჭვდეთ, რამდენად შეიძლება, ესე იგი, სწორად შევხედოთ მისტიური თვალით სახარების ამ საკითხავს. თუ მამაში ღმერთი მოიაზრება, გან არა ღმერთმა არ უწყის ყოველივე რაც წარსულშია, რაც აწმყოშია და რაც მომავალშია. რად მისცა სამკვიდრებელი, თუმცა შეეძლო კიდევ ერთხელ ვამბობ, არც მიეცა, გან არა არ იცოდა როგორ იყო უმწემესი შვილი, უმცროსი შვილი. მაგრამ სახარების საკითხავის ბოლოში რომ გავალთ, მივხვდებით, რომ ამაში იყო მამის წინ დახეთულობა, სიბრძნე და ესე შემდეგ გზა და გზა ამის თაობაზეც მოგახსენებთ. ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს, უმცროს შვილს ისეთი შეხედულება ჰქონდა, თითქოს მამა მოვალე იყო, მიეცა მემკვიდრეობა. აი როგორც ქართული ანდაზ ამბობს, დამყოლს დახე, ამყოლს ახე. დაუთმო მცირედში, მაგრამ მოინადირა სულ ერთიანად თავისი შვილი, რომელსაც მას მერეც კი როცა
უმძიმეს სოდვებში ჩავარდა და გაფლანგა მისი მემკვიდრეობა, უყურებდა არა როგორც რომელიღაც ბოროტმოქმედს დამნაშავეს, არამედ როგორც საკუთარ შვილს. და რამდენჯერ ვაპატიოთ, ეკითხება მოციქული პეტრე უფალს, როგორც მოსემ დაგვიწერა 7 გზის, ხოლო მე, ვინ? არა მოსე, რომელსაც მე მივეცი შული თქვენი სულიერი გამოუცდელობის გამო. ეხლა კი მოვიდა ჟამი ქრისტესი, რომ გასწავლოთ უფრო მეტიც, რომ არა მარტო ჩადენილი ცოდვაა, არამედ გაფიქრებას კი ცოდვისა არის ცოდვა. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამდენადაც შული გამკაცდა, გაიზარდა უფლის კაცმოყვარებაც. ხოლო მე გეტყვით, არა 7 გზის, არამედ 7-ჯერ 70-ჯერ. ყოველივე აქედან გამომდინარე, რაც გამოვთქვით მეტნაკლებად და რაც ვერ გამოვთქვით უფრო მეტად, მამამ დაყაბულდა შვილის თხოვნას, თუმცა შეეძლო არც გაეთვალისწინებინა მისი თხოვნა და განუყო მათ საცხოვრებელი იგი. ერთი წამით დაუშვათ ადამიანურ სიბრტყეში, რა მოხდებოდა, რომ მამას არ მიეცა მემკვიდრეობა. შვილი აჯანყდებოდა, თუ გარეგანად არ გამოხატავდა ამას, შეურაცხყოფებით და სხვა, ის გულში უეჭველად აჯანყდებოდა. ამგვარი შვილი აჯანყდებოდა და არა უფროსი შვილი, რატომ? ცოტა მოგვიანებით ბოლოში გეტყვით. იმიტომ რომ ისი ფიქრებდა, რომ მას ეკუთვნოდა მემკვიდრეობა, მამა არ თვლიდა მას ჩამოყალიბებულად, არ თვლიდა პიროვნება და 1000 მიეთ მოყვებოდით. და მოყვებოდა ის უმწემესი შვილის. აი ამიტომ მამამ დაუთმო ერთხანს. საერთოდ გამოცდილება მოდის შეცდომებიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომები უნდა ჩავიდინოთ ყოველ ნაბიჯზე, არა რომ გამოცდილები გავხდეთ. გამოცდილებას კი იაკობი მოციქულია, რომ სრული საქმე ახლავს, სრულ საქმეს ცხონება მოსდევს სრულის. ეს არის სოფიზმი, სხვა არაფერი სინამდვილეში. საერთოდ ველოსიპედს თავიდან არ იგონებენ. გამიგეთ საგვარელო. უბრალოდ საჭიროა ის გამოცდილება შევიცინოთ, რაც მამამ და წინაპრებმა დააგროვა, რაც უფრო მეტის ღმერთმა შულითაც კი მოგცა, ჯერ ისრაელიანებს, მოსეს შულით ასე ვთქვა და მერმე ქრისტე მაცხოვრის ხოლოჩობილი ძის მიერ ზეციურმა მამამ. ასია თუ ისე საგვარელო, განუყო მამამა საცხოვრებელი იგი, ვის გაუყო რას ნიშნავს, უფროს და უმცროს. მოდით ვნახოთ ეხლა როგორ მოიქცა უმწემესი შვილი. მიიღურა თავისი გულის მურაზი, გულის დანატვრა, აუსრულდა რა. და შემდგომად არამრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმწემესმან მანძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იმისი, რამე თუ ცხონდებოდა, იგი არ აწმინდებიდა. უფალი ღმერთი ამიგავში ხაზს უსვამს. როდის წავიდა მამის სახლიდან უმწემესი შვილი? არა მრავალთა დღეთა, რას ნიშნავს? სულ მოუთქმელად უნდოდა მოეხმარა ეს სამკვიდრებელი, რომელშიც როგორც ჩანს, მისი ბუნებიდან და მცონარებიდან, დაუდევრობიდან, დიახ, ასეთად ხასიათდება ჩემ თვალში სახარების სამსაკეთ, ჩვენ უნდა ვიცოთ სახარების პლასტებში შესვლა, ფენებში. არ დავჯერეთ მარტივ შინაარს, რომელიც თითქოს ჟღერს ჩვენთვის, რადგან დარაგი ჩვენ ეს არ ყოფნის, რომ მოვიპოვოთ სახარებისეული, წიაღისეული, თუ შეიძლება ღვთის სიტყვიდან, საჭიროა თამდაბლობა მაინც გქონდეს, ბოლოს და ბოლოს წამში აღვიარებთ ამ თამდაბლობას, რომ დავესესხოთ წმინდა მამებს. რაც არ ვიცით, მათგან ვისწავლოთ, რაც არ გვაქვს, შევიძინოთ წმინდა მოციქულებისა და ღმერთშემოსილი მამების განსაკუთრებულად მე ვფიქრობ და გულისხმობ პირველს ეგზეგეტებს და ღვთის სიტყვის უბადლო განმარტებლებს. ასე რომ სკოლების კი ჩამოყალიბდა საუკუნეთა განმავლობაში ღვთის სიტყვის განმარტებისა. იერუსალიმის სკოლა, ანტიოქიის სკოლა, კონსტანტინოპოლის სკოლა და ასე შემდეგ. ურიცხვი სკოლები ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში ეს მოიტანა აუცილებლობა. ყოველ ადამიანში დევს ერთგვარად ცნობის სადილი, უხილავის და უცნობის შემეცნებისა, ხოლო ზოგიერთში არის სურვილიდან დობა ღვთის მეცნიერებისაც და იდუმალ მეცნიერებისა. და ყოველივე ეს ადამიანს ეძლება თანდათანობით, რადგან დროში და სივრცეში ვიბადებით და კატეგორიებით ვაზრუნებთ, ღმერთიც თანდათანობით შეგვამეცნებინებს ჭეშმარიტებას. და რა არის ჭეშმარიტება? კითხულობს დღესაც 21 საუკუნეში მრავალი. ქრისტე
მაშინაც დუმდა, მას ჟამსაშინა 20 საუკუნე, როცა პილატე პონტუელმა კითხა და დღევანდელი პილატე პონტუელებს, რომლებიც ბევრად უფრო სარკასტულები გახდნენ და ცინიკურები ღვთის სიტყვისა და თავად უფლის მიმართ, დღესაც დუმს, მაგრამ ღაღადებენ საქმენი მისნი. ადამიანს თუ აქვს წინ დახედულობა, ის ყველგან ხედავს ღვთის სასწაულებს. თუ აქვს ეს მეძიებლობა, თუ არა აქვს, როგორც ერთ მორწმუნესაც 2 დღის უთხარი კერძო საუბარში, ის ამ სასწაულს ვერ ნახავს. ეცდება ასე ვთქვათ, მეცნიერული თვალსაზრისით ახსნას ესა თუ ის უჩვეულო მოვლენა. მაგალითად, ხელთუქმნელი ცეცხლის გარდამოსვლა დიდ შაბათს წმინდა იერუსალიმში, კუკლიაში, მაცხოვრის საფლავზე. ასე დაუსრულებლად, ესე იგი, მიმდინარეობს მეცნიერული ასე ვთქვათ ახსნა განმარტებანი, რომელიც სინამდვილეში უფრო ააშორებს ღმერთს ადამიანს, ვიდრე აახლოებს. ესე იგი, ხდება პროგრესი ერთგვარი მეცნიერული სხვა თვალსაზრისით, მაგრამ დიდი რეგრესი ზნეობრივ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით. როგორც ჩვენი პატრიარქი ხშირად ამბობს, ერთის და მეორეს ერთმანეთს უნდა მისდევდნენ. ნამდვილი მეცნიერება და არა კვაზი მეცნიერება სინამდვილეში ამოწმებს იმას, რასაც ღვთის სიტყვა ქადაგებს. შემიძლია სახელების მოვიყვანო. ცნობილი თქვენთვის ნიუტონი, აინშტაინი, ბლეს პასკალი და ასე შემდეგ. ყველანი იყვნენ პავლოვი და სხვები იყვნენ უდიდესი მეცნიერები, ნამდვილი მეცნიერები. აი როგორც ერთხელ პავლოვთან მაშინ ათეიზმის შქებდა და გადმოშქებდა ბოლშევიზმის წიაღში, მივიდა ერთ-ერთი მეზობლის ბავშვი პავლოვთან და კითხა, ბიძიკო, თქვენ ღმერთი მართლა გწამსო, მამაჩემი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობსო. მამაშიც გადაეცი შვილო, თუ სისხლს თუნდაც სისხლს იოტისოდენა შეისწავლის ადამიანი, აუცილებლად მივა ღმერთის აღიარებამდე. ეხლა მე მეცაც გეტყვით, თუ ღმერთმა მშვიდობით მომყოფა და დანატრა გულის ამესულა, თქვენ იცით რომ კვირის გარდა ვქადაგებთ 4 შაბათობით დაუჯდომლების შემდგომ. სურვილი გამიშდა გულითადი სურვილი, ვისაუბრო ნერწმის შესახებ. სულგერს ღიმილმა გადაკრა სახესე. რატო? თქვენ ფიქრობთ, რომ ნერწყვი მხოლოდ ფურთხია და უმნიშვნელოა? ესე იგი, მე ჩვენ არ გვყავს ერთ-ერთი ექიმი სახელოვანი, თხოვე დრო და დრო თხოვ ხოლმე და მოაქვს ლიტერატურა პოპულარული სახით, იმიტომ რომ მე დრო არ მაქვს და არც ისეთი საგანგებო განათლება მედიცინაში, რომ ჩავორმავდე მეტისმეტად და ესა თუ ის თემატური საგნებზე მოაქვს ხოლმე ჩვენთვის ამონაწერები. აი მაგ ამასინად ტვინის ფუნქციონირებაზე ვთხოვე და ერთ-ერთ ქადაგებაში გამოვიყენებ უეჭველად. გასაოცარი რამეა. ნუ ტვინზე კიდევ არ გაგიკვირდება, ის ტვინია ბოლოს და ბოლოს მართავს ადამიანს. ასეთი იმიტომ არის, იტყვით თქვენ. მაგრამ ნერწყვი, რომელსაც ყოველ წუთში ვანერწყვებ და არაფრად მიგვაჩნია და შეურაცხყოფელ ტერმინათაც იქნა შენერწყვება და ასე შემდეგ. ჩვენ ყავს ფსევდოლიბერალი სახელოვანი დღესაც ერთ-ერთი ავტორი ამ აწინდელი არშემდგარი რევოლუციისა, რომელიც ასწავლიდა ახალგაზრდებს ფურთხით გართობას და ფურთხით კურნალობას. გვარსა დავასახელებ. მე მგონი ბევრი მიხვდა ვიზია ლაპარაკი. აი ესეთი ბელადები ყავს თანამედროვე სულიერებისაგან და სარწმუნოებისაგან დაცლის საზოგადოებას და პიროყოლისა ახალგაზრდობას. იმიტომ რომ თუ გარყვნე ახალგაზრდობას, თუ წაახდე, იმ ქვეყანას მომავალი არ ექნება და ეს ქვეყანა არ უნდათ რომ იყოს მომავლიანი. უნდათ იყოს მორჩილებაში. აი ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ეს სიტყვა ახლა უნდა ვიხმარო ამ კონტექსტში, განსაკუთრებულად ინერწყვებიან და იფურთხებიან ევროკავშირიდან და ევროპარლამენტიდან. თავად ევროპარლამენტარები დაუშვათ 60-ზე მეტი, რომელსაც განცხადება ამზადებენ რეზოლუციის, რომელსაც არავინ არ მოაწევს უმრავლესობიდან ხელს, რა თქმა უნდა, ამ ნეოფაშისტური ფენებიდან პარლამენტისა თუ ევროკავშირისა, ესეთი ამბობენ, რომ მათ არ უნდა დამოუკიდებელი ვთქვათ საქართველო, არ უნდა დამოუკიდებელი სერბეთი. მათ უნდა დამორჩილებული საქართველო, დამორჩილებული ხალხი უნდათ მუშახელად, ვიც კი დარჩება აქედან ამდენი სტრესების და ესე იგი ამერიკული ლაბორატორიების და სხვათა და თბილისშიც გვაქვს მოგილოცავთ ესე იგი დამსახურებით ყოველ ზამთარს, ყოველ წელს ფერადი ვირუსები ჩდება, ამოუხსნელი და გაურკვეველი. ადრე თუ კურდღლებზე ატარებდნენ ექსპერტები ვირთხებს დღეს პირდაპირ ცოცხალ ადამიანებზე და მასას ეძახიან, ცოცხალ მასაზე მიმდინარეობს ექსპერიმენტები, რომელიც რა თქმა უნდა მათ მომავალ ბიოლოგიურ ომებში უნდა გამოიყენონ მეტი და მეტი, რაც შეიძლება გაიპყრონ ქვეყნები, მიწები, რესურსები. ბოლოს და ბოლოს, როგორც სამაყად აცხადებენ,
ამ საუკუნეში განსაკუთრებით ბრძოლა რესურსებისთვის. ვინც ფლობს რესურსებს, მასაც დიდი შანსი გადარჩენისა და სხვა. სად არის ჰუმანურობა, თქვენგან ყბათ აღებული სიამოვნებაში ფარისევლობა, სად არის კაცთმოყვარება, სად არის შეწყნარებლობა, სად არის უძლურის და სუსტის დაცვა? ისინი ეტლებითა და ისინი ხუნებითა. ფსალმურიდან განვაგრძობ. კერძოდ ისინი ბიოლოგიური თერმობირთული იარაღებით, სახელმწიფოები სუპერ შეიარაღებებით. ჩვენ პატარა საქართველო როგორ გადავრჩებით? ავსგებით და აგვემართებით ჩვენი უფლის ძალით, თიშობლის ფარველობით, ჩვენი დიდი და სახელოვანი წინაპრების და პიროყოლისა მეფე დედოფალი ყვანან მხედველობაში. ამისთვის რა არის საჭირო? როგორ შეიძლება ამის შედარება ამ საზარელ იარაღთან? ამისთვის საჭიროა არა დიდი რწმენა, როგორც უფალებს, არამედ თუნდაც მდოგვის მართვის ოდენარ რწმენა და თუ ჩვენ თუნდაც ამგვარი ცისკნა რწმენა გვექნება, ქართულად რო ვთქვათ, თების კი დაგვემორჩილებიან. და აი მაგალითი მომეყვანე ამ შემთხვევაში ეგვიპტური პატერიკიდან. ორი ბერი შეხვდა ერთ-ერთ ღრმავ აბნოში ერთმანეთი. ღვთისგან გამობრძმედილი, ანუ ღმერთშემოსილი მამა და დამწყები მორჩილი. და ამ მორჩილმა კითხა, რომ ესე იგი აი სახარებიდან როცა ამ ამბობს უყვეს ერთმანეთს და გაისაუბრეს, ამ ახალგაზრდამ კითხა, რომ არ ვიციო მამაო, აი სახარების ზოგიერთი ადგილი არ მესმის და ალბათ ღმერთმა შემახვედრა შენი თავი, იმიტომ რომ ძალზედ სურდა ამისი განმარტება, ვერსად ვერ ვნახე და კარგია რომ შენ შემხვდი, გამოცდილი ბერი ხარ, ალბათ ღვთისგან ეს სიბრძნე გაქვს. მოკლედ გადაუშალა სახარება ახალგაზრდა ბერმა და ამოუკითხა წმინდა სიტყვები. ამენ გეტყვით თქვენ უკეთ მდოგვის მართვის ოდენარ რწმენა გექნება, მთებიც აღიფხრებიან და ტბაში ჩავარდებიან, დაგემორჩილებიან. აი ეს ადგილი უნდოდა და გადაუშალა, არ წაუკითხა და მიაწოდა. და როდესაც იმ ბერმა გამოართვა წიგნი და დაიწყო კითხვა, მოულოდნელად ამ ბერის უკან მთებმა გორგვინვა დაიწყეს. შეეშინდა ბერს. შებრუნდა ეს ღმერთშემოსილი მამა, ჯვარი გადასახა უფლისა ჩვენისა და მშვიდად უთხრა მთებს, როგორც ცოცხალ არსებას. გეტყვით თქვენ, დადექით და გაჩერდნენ. შეწყდა მიწისძვრა ადამიანურ ენაზე რო თქვა. ამან უფრო მეტად შეაშინა ახალგაზრდა, დაემხო მის ფერხთით და კითხა, მამაო, ეს რა გააკეთე? განგიმარტე სახარება. დახურა ბერმა სახარება, იამბორა და გადასაბერს და გააგზელა გზა. აი როგორ უნდა გვესმოდეს თუნდაც ეს სწავლება უფლისა ჩვენისა. ესე იგი რა გამოდის საგვარელო? ჩვენ თურმე დოგვის მართვის ოდენარ რწმენაც არ აგვაქვს. ჩვენ რომ თუნდაც ამდენი რწმენა გქონდეს, როგორ შეიძლება იმდენი ბოროტება შეხებდეს და გადმოშხებდეს, თუნდაც ჩვენ სამშობლოში, საქართველოში დაწყებული რუსთაველით, ევროპის მოედნით, თავის ადმიერ მოედებიან ხალხური მსეირნობა არის გამართული უკვე თითქმის 3 თვე არის. ამდენი კაცის ყლა, გაუპატიურება, ძალადობა, ხაზინის ძარცვა, კერძო პირების ძარცვა, შეურაცხყოფა, ენა ბილწობა არ ნახული საქართველოში თვით ქალთან მოდგმის და დედაკაცი უნდა მეთქვა და დავამუხრუჭე, იმიტომ რომ ასეთზე ვერ იტყვი რომ ის დედაკაცია, ის ქალია. რას გულისხმობს საყვარელო? სახარებაში ქალად მოიხსენება სუსტი სქესის ყველა ბილწი წარმომადგენელი, მაგალითად სალომეა, იროდია და სხვები. ხოლო დედაკაცად მოიხსენებენ ევა, ღვთისმშობელი მარიამი, მენელსაცხებლე დედები და მსგავსი და დარნი ემათი. სიტყვა შორს გავიტაცა, თუმცა ფიქრობ არც თუ უსარგებლობ. მოუბრუნდეთ სახარების საკითხავს. ესე იგი რა, დიდხანს აღარც კი დაელოდა, ამდენი ხათრიც კი არ ქონდა მამისა, მამის სახლში იყო შობიდან გაზრდილი, მამისა და დედის შრომით. აღარც კი დაახანა, რაც უნდოდა ის მიიღო, სასწრაფოდ მოკრიფა და წავიდა შორს. რატო უსვამს უფალი? ხალხს უბრალოდ სადღაც წავიდა სხვაგან, არ ამბობს უფალი ან მეზობელ სოფელში, შორსა სოფელს რატო? ფიქრობდა რომ მამის თვალს მიეფარებოდა, მაგრამ ღმერთი ყოველგან ხილველია, ყოველივეს ხედავს, ყოველივეს ჭრեց უფალი ღმერთი, მამა, ძე და სული წმინდა და რა თქმა უნდა
მან ისიც კი უწყო და როგორც პავლე მოციქული შეგვაშველებს სიტყვას და გვეტყვის, რაც კაცშია, რაც ამ უმწემეს ვაზში იყო, რა თქმა უნდა იცოდა და მიუშვა. რატო მიუშვა? ფსალმონებში ნათქვამია, მივდერ გჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიფყრა მე. ესე იგი მივენებეო დაცემად და როცა უკვე ვეცემოდი, ხელი აღმიფყრა, შემაშველა უფალმა. ესე იგი რა, ღვთისნება ყოველი ადამიანი სიწმინდის გზაზე იარებოდეს, ანუ წმინდა ცხოვრობდეს. მაგრამ ღმერთმა ამ სიწმინდის გზაზე შეიძლება დაუშვას დაცემაც. ცოდვაში ჩავარდა დაშვება. რატო? იმიტომ რომ ამ გზით უნდა გამოგასწოროს. მერე მოგივლენ სინანოს, გავს გაცდა საკუთარი ცოდვების. ეს არის მწარე გაკვეთილი დიდარი გამოცდილება, რომ მომავალში ასე აღარ მოიქცე. ესე იგი, ჩვენ არათუ სამარემდე გამოვიცდებით ღვთის მიშვებით, არამედ თავად სასუფეველის კარამდე, როგორც ვთქვათ, მაკარი დიდი ცხოვრებაში წერია, რომ ეშმაკებმა ვერაცვდნენ საზღვრებში ცდილობდნენ, გვაჯობე, მაკარი მიზახდნენ, რომ თვითში ჩაეგდო და თვითკმაყოფილებაში. ერთი ორჯერ უპასუხა, მხოლოდ რა ვიცი, არც ჩემი უფალი მილახავს, არც მისი სასუფეველიო. აი ესე მთელი გზა მოაბეზრეს თავი მიზახდნენ. ანგელოზებმა რო განუხრეს, საბოლოოდ სასუფეველის კარები და შეაფრინეს წმინდა მაკარი, ხნედ გადაისახა ჯვრის და გადმოსახე ეშმაკებს. ახლა კი ძლიერთ ჩემი უფლის მადლითო და ეშმაკებისთვის დაიხურა სათასასუფეველი. ისე რომ მთელი არა მარტო სიცოცხლე ხშირად ამბობთ გამოთქმაზე, რომ მთელი ეს ცხოვრება არის ბრძოლა, მთელი ცხოვრებაც შემდგომად გარდაცვალებისასაც ვიდრე სასუფეველის კარამდე ადამიანს აქვს ბრძოლები ცის ქვეშეთის დაცემული ბნელი ძალებისგან, როგორც პავლე ამბობს, რომელიც გავარვარებული ისრებს გვეწყვიანს შეუფერებელი გულის სიტყვებისა. აქაც რაცა მიწიერ სიფტყეში რაც ხდება, ეს განსასწრებელი და სხვა, ნამდვილი ავტორები არიან ბოროტისულები და უნამდვილესი ავტორები ვართ ჩვენ თავად. თუ ჩვენ საბაბს არ მივცემთ, არც არაფერი არ ძალუძს ეშმაკს. რადგან ეშმაკი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ღვთის წინაშე მხოლოდ მაიმუნია, არც მეტი, არც ნაკლები, რომელსაც თვითმყოფადი არაფერი არ აქვს და არ შეუძლია შექმნას. თუმცა წაართვა მადლი ღმერთმა, მაგრამ დაუტოვა ძალა, რომელიც დიდი ძალაა და რომელიც არაფერია ღვთიური ძალის წინაშე. თუ კი ჩვენში სარწმუნოება, ღმერთი თავისთავად აბსოლუტურად ყოვლადძლიერია, მაგრამ მისი ყოვლადძლიერება მოქმედებაში, ასე ვთქვათ, უნდა მოიყვანოს ჩვენმა თუნდაც მდობის მართვის ოდენა რწმენა. მან ესე იგი სწრაფად მოკრიფა ყველაფერი, წავიდა მიეფარა მამის თვალს და ცხონდებოდა არაწმინდებით. არაწმინდებაში მარტო სიძვა მრუშება არ მოია. მოდი ახაც დავაზუსტოთ. სიძვა და მრუშება. დიდი ჟულის კანონის მიხედვით მრუშობა ეწოდება, როცა გათხოვილი ქალი ან ცოლოსანი კაცი სოდავს ამ ცოდვით, ხორციელი ცოდვით. ხოლო როცა არც ერთი, არც მეორე არ არის დაოჯახებული და სოდავენ ამ ცოდვით, ამას ქვია სიძვა. მრუშობა სიძვაზე ორჯერ უფრო მკაცრად იშება, იმიტომ რომ ყავს ცოლი დაი და შენ ყავს ქმარი და მოციქული პავლე ამბობს, რომ შეუღლების დღიდან მამაკაცის სხეული აღარ არის მხოლოდ მისი, არამედ მისი ცოლისა და პირიქით. ორნი იგი ერთი ქმნა, როგორც მინდა წერილი გვასწავლის. და როცა შენ ყავს თუნდაც ამ გაგებით ნუგეშინისცემა ცოლი თუ ცოლს ქმარი და შენ მაინც გარეთ იყურები და სხვასთან ეძებ ამ ცოდვას, რა თქმა უნდა ეს არის სასიკვდინე ცოდვა, უმძიმესი ცოდვა. როგორც იგივე პავლე ამბობს, ყველა ცოდვა სულს კლავს, წარწმენს. ეს ერთი ცოდვა, რომელიც სულთან ერთად ხორცსაც, ძველ ქართულად, ანუ სხეულსაც კლავს. და განარა არიცი თუ მოციქული კითხულობს, რომ ესე იგი ეკლესიანი ხორცთანი სული წმინდის სამკვიდრებელი არის და ვინც გახწნის ამ ტაძარს სული წმინდის, ამას გახწნის ღმერთი მარადიული სიკვდილით. ორმაგი ცოდვა, ასე ვთქვათ. ისე რომ არაწმინდებაში იგულისხმება არა მარტო სიძვა, ამ უმწემესი შემთხვევაში სიძვა, ოჯახი არ ყოლი არ ჩანს სახარებიდან, უფრო შანსს რო არ ყავდა და იგულისხმება ასევე ღრეობა, გაუთავებელი გართობა, ღვინისმა, მაშინ ღვინო იყო, სხვა ესეთი თაფლუჭი და ის მოგვიანებით
გამოიგონეს, ასე ვთქვათ, ადამიანმა არაყი და სპირტიანი სასმელები დღეს ღვინოსაც არ სვავენ იმდენად არ ისმის ჩვენთან ღვინის ქვეყანაა, თუმცა არამედ განსაკუთრებულად პოპულარული არის, ესე იგი, ლუდი, რომელზეც მედიცინა გვასწავლის, რომ ყველაზე უფრო მავნე და სასიკვდინე სასმელია ადამიანისთვის. გარდა მაგისა, ქალური ჰორმონები მრავლდება, როცა მამაკაცი ხშირად სვამს და ბევრ სვამს. და რა პროცესები მოყვება მას, ნელი არ არის მივხვდე. აღარაც ვიტყვი სპირტიან სასმელებზე და სხვადასხვა. მოკლედ, ღვინოზე რა არის ნათქვამისა? ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. ანუ ზომიერად ნატურალური ღვინო, ეს არის ძალების შემატება. ეს არის ნუგეშინის სემა. არა მარხვის დღეებში იგულისხმება, არამედ როცა ნუგეშინის დღეები გვაქვს. მაგალითად, ეს კვირა იყო მსგავსი, ყოვლი თუ ხსნილი იყო. ასევე როცა არის დღესასწაული, თუნდაც მარხვაში, დიდ დღესასწაულს თუ საუფლოს თუ დაემთხვევა და ასე შემდეგ. იქ მოკლედ უზომოდ ღვინის მაც, როცა ჯერ კიდევ არ იყო სპირტიანი სასმელები, ესეც ცოდვად ითვლებოდა, რა თქმა უნდა. აი მაგალითად სამსონზე არის ნათქვამი ძველად თქმაში, რომ ნაზორეველი იყო, შობამდე შეთქმული იყო დედის მიერ ღმერთისთვის და ამიტომ მოსცა ღმერთმა. ის იყო ნაზორეველი და ამის გამო არასდროს თაფლუჭი ნიშნავს არახს, არ დაულებია. ეს სიმართლეში შედიო ერთი მათგანი იყო. დღეს რაზეა ლაპარაკი? ესე იგი, აი მაგალითად გუშინ ერთ-ერთ ლოცვიდან ჩემს ყურს მოსწვა, რომ გაზავებული ღვინო, ძველი ბერძნები და ძველი ხალხები ღვინოსაც კი გაზავებულ წყლით სვავდნენ. სუმაწონით. ჩვენ არც ღვინოს ვაზავებთ და უარესი თაფლუჭთან სხვადასხვა ვარიაციებით, ესე ვთქვათ, სხვა სპირტიან სასმელებს და მათ შორის ადამიანის მაპატიეთ ექსკრემენტებისგან რომ მზადდება, განსაკუთრებულად დიდი გასავალი ჰქონდა ამ ბინძურ სასმელს გადატრიალების შემდეგ ხელისუფლება დაამხეს სპირტიანი სასმელები ნაკლებად იშვებოდა ღვინო და ასე შემდეგ. აი ამისგანაც კი დაიწყეს გამოხდა და სმა ადამიანებმა. ჩვენ ვამბობთ ღორია უსუფთავოა წუმპოში, ადამიანზე ღორი არსება არ არსებობს. მეორე რა არის აუცილებლად? ადამიანზე უწმინდესი და უანგელოზესი არ არსებობს ქმნილებებში. რაზეა დამოკიდებული? პოტენციურად ღმერთმა ადამიანის შექმნა ანგელოზად, სიწმინდეს გულისხმობ. ის დაეცა და ადამიანს აქვს ახლა არჩევანი, ანგელოზი თუ ეშმაკი, სიწმინდე თუ არაწმინდება, ნათელი თუ ბნელი. ჩვენი ღირსება სინამდვილეში ამ ერთ რამეში არჩევანში მდგომარეობს. თავისუფალი ნებით რას გადავწყვეტთ? ისეთ იქნება მჟავრი სუფლისა ჩვენზე და მაგრამ ჩვენ რომ გადავწყვიტოთ ასე თუ ისე, ორი ძალა იბრძვის ჩვენში და ჩვენთვის. ერთი არის ნათელი ძალები, ზეციური ძალები და წმინდანები, მეორე არის ეშმაკი და მისი ანგელოზები, სიბნელის ანგელოზები. აი ცდუნებები ასე უნდა განვიხილოთ და ასეთი წარმომავლობის არის. ასე უნდა გვესმოდეს იგინი. მოკლედ, მთელი მამის შრომით, სიმწრით მოგროვილი მემკვიდრეობა გაფლანგა მეძაობაში, დროს ტარებაში და მოსმორობაში, ანუ ლოთობაში, მარტივად რო ვთქვათ. და მე თქვენი პავლე მოციქული რას ამბობს? ნუ დათვრებით ღვინით, არამედ თუ მოსდევ სიბილძე. და რომ იბრუშებოდა განუწყვეტლი და დღე ყოველ დილით თუ საღამოთ იგივე პავლე ამბობს, ვინ დილიდან სვამს და ხამ ეძებს, ვითი გაბრუშდეს კიდევ, ცათა სასუფეველში ვერ შევა ის. რას ბადებს ეს? გაუთავებელი ლოთობა და სმა. არაწმინდა აზრებს. არაწმინდა ვნებებს აღვიებს, სიძვის. ამიტომ აი თქვენ თუნდაც ჰოლივუდის ფილმებს თუ განიხილავთ, ნახავთ რომ ხშირად იქ ჭამას-მას სექსუალური ორგიები მოსდევს და ზოგი ისეთია, ვერც გადმოვცემ სიტყვებით სირცხვილის გამო, რადგან მე მღვდელი ვარ და თქვენ ქრისტესერი. მაგრამ მეორე რიცხვი ვითვალისწინებთ, რომ თქვენ მაგაში სამწუხაროდ უფრო გამოცდილება, ვიდრე იმაში, რაც ყველაზე აუცილებელი არის. აი გახსოვთ აქ ხშირად მithქვამს, როგორც კი დაამხეს ეროვნული ხელისუფლება, რა წარწერები გაშთა ინგლისურ ენაზე.
ჰოლივუდი. მეორეს ხრივ ეწერა ჩასვით ამერიკის სულს. მე როგორც მოწყობა მაშინ შემოგთავაზეთ და ეხლაც გავიმეორებ. დიახ, ჩასვით ამერიკის სულს და მიაფურთხეთ მამაპაპურად. იმიტომ რომ ჩვენს მამაპაპას ამად გზაზე არასდროს არ უვლია. გულახდილად რომ გითხრათ. მეფეები ვახსენე განსაკუთრებით. ისეთი მეფე დედოფლები, როგორც იბერიას ყავდა საქართველოს, იშვიათად თუ ისმეს ყოლოდეს. განარყოფილან სხვა ქვეყნებში, მაგრამ აი ესე ყველა თითქმის ამგვარის ცხოვრების ქრისტიანული იშვიათად თუ ყოფილა. არას ვიტყვი მე ევროპის კარის ცხოვრებას ლუდოვიკოებთან და არა მარტო მასთან. ენით აუწერელი გარყვნილება, მათ შორის სოდომური. და თევზი კი თავიდან იხსნება, როგორც მეფე დედოფლები ხავდათ, ისეთი ევროპა ჩამოყალიბდა დღეს. უღმერთო, უზნეო. და ბოლოს რა შორს წავიდეთ, ვახსენეთ რევოლუციონერები, ფსევდორევოლუციონერები, არა? რას გთავაზობენ? ჩვენს ხელისუფლებას და მათი სახით, რადგან ხალხის არჩეულია და ამას არ ჯერდებიან, რადგან მათი ხელისუფლება არ არის, მათი მორჩილი, რას გთავაზობენ? ესე იგი, LGBT თემების უფლებების აღიარებას, გაღვივებას, გაღრმავებას, LGBT პარადებს, ესე იგი რა უნდათ, აი პაისი ათონელი რო ამბობს, ახალგაზრდებზე კითხავს, რა შეხედულები სახართ ევროპელ ახალგაზრდებზე? ისეთი ახალგაზრდობა ყავს ევროპას გეი პარადებისთვის თუ გამოდგებავთ. ასეთი ახალგაზრდობის ჩამოყალიბება მიმდინარეობს თუ უყურებთ თქვენ. ესე იგი რა არის გამაგებინეთ? ესენი უგუნურები არიან, გეუბნებიან, მამათ მავლობა, დედათ მავლობა, ლესბოსელობა და ესე შემდეგ ყველაფერი ეს უნდა აღიარო. ეს მათი უფლებები, აქ პარადებიც უნდა იმართებოდეს, საცდუნებლად უნდა იყოს, მე და თქვენ ისინი ვერ გვაცდუნებენ, გარდატეხის ასაკის ახალგაზრდების, ჭაბუკების და ასე შემყმატვილების. თქვენ ამას უნდა შეეგოთ. ეს არის ევროპული ფასეულობები. ეს სინამდვილეში არ არის ევროპული, ეს არის სოდომური ფასეულობები, ეგრეთ წოდებული. იმიტომ რომ ეს ფასეულობები თავისთავად არ არის. და კიდევ სხვა მსგავსი ხასიათის დათმომები სურთ აქ მოიტანოთ. თითქმადლით ეგ არაზრუს არ იქნება. როგორც წმინდა მამა ხშირად გვითხოვს, ლავრენტი ჩერნიგოველი წინასწარმეტყველებდა გასული საუკუნის 50-იან წლებში და წინასწარმეტყველებდა არა თავითვისით, არამედ უდიდესი წინასწარმეტყველების ენუქის, ელიასა და იოანე მახარებლის გამოცხადების საფუძველზე და მასგან სწავებული წინასწარმეტყველებდა ბოლო დროს ხანმოკლე ბრძოლა ანტიქრისტეს მიერ ღვთისმშობლის წილხვედ იბერიაშიც იქნება აწინდელ საქართველოში, როგორც აზუსტებდა რუსი მონოსვნებისთვის. მაგრამ როგორც ესეთი საბოლოოდ საყდარს, ანუ ძალაუფლებას ანტიქრისტი აქ ვერ განიმტკიცებს. როგორ შეიძლება რომ ჩვენში არ იყოს ის პროცესები, რაც დუხს და გადმოდუხს ევროპაში, ამერიკაში და სხვაგან, მაგრამ ჩვენ ამას არ მივიღებთ. და როგორ ესენი არიან მონებს ეძახიან, რუსეთის მონებს, არა, ყველა დანარჩენ ქართველებს, ვინც საღათ აზროვნებს. თვითონ არიან სინამდვილეში დასავლეთის და ფულის მონები, ევროდოლარების. ეს 1000-ჯერ აჩვენეს. ეხლა აწრიალებულები არიან. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა. 3 და მეტი თვით ზოგიერთ სფეროში შეწყვიტა დაფინანსება, რომელიც ეს ფული აფინანსებდა უკიდურესობებს, რევოლუციების ხელისუფლების დამხობას, ზნეობის გათახსირებას. ბევრი რომ აღარ გითხრათ. მაგრამ ესენი ხომ არ მოისვენებენ ფსევდოლიბერალები, ეს ლიბერალური ფაშისტები. ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერის ნაწინასწარმეტყველებია. როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობდა, შენი უძლური ხელით მოეცდები ანტიქრისტეს წინსვლაში აჩევო. არამედ ვისაც შეგიძლიათ გადარჩითო. ის დროს დადგება რომ სახარებისეული მსხვერპლის შეწირვა, როგორც თავში უწოდეთ, ესეც შეწყდება ეკლესიებში. არა მარტო ქადაგება შეწყდება, არამედ უსისხლო მსხვერპლი, რადგან წამსი დამახინჯდება, სული წმინდა არიკადრებს გარდამოსვლას ადამიანებს ეგონებათ ეზიარეთ და უზიარებელი დარჩებიან. და ბევრი სხვა ხატებს, წმინდა ნაწილებს, ჯვარი პატიოსანს, სახარებას, ყველაფერს გაიტანენ ეკლესიებიდან და შუაგულში აღმართავენ არა აღდგომის ხატის ნაცვლად ანტიქრისტეს გამოსახულებას და მისი წრუწინასა. ეს დროება გველოდება და ეს არ უნდა ვიფიქროთ საუკუნეების აწლეულის მერე. დროს შემოკლდა თითქოს, როგორც აპოკალიფშიც არის ნათქვამი, როგორც ივანე კრონშტადტელი საუბრობს ამაზე და ასე შემდეგ. ის რასაც ადრე ჭირდებოდა საუკუნეები, აწლეულები ხდება თვეებში, რასაც თვეები ჭირდებოდა ხდება დღეებში და ზოგჯერ საათებშიც კი. როგორც მეცნიერები ამბობენ, სტიქიები,
დაიძაბა, ამიტომ დრო აჩქარდა და ასე შემდეგ. მოკლედ, არაწმინდებით გაფლანგა ყველაფერი უძღებმა შვილმა. აი უძღები რატო ქვია მას. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, კიდევ იმიტომ ქვია, რომ ადამიანი, რომელიც ცოდვას მანკიერებად და ჩვეულებად იქცევს და ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, როგორც ქართული ბრძნული ანდაზა ამბობს, ამ ადამიანს აღარ შეუძლია სოდოს, არ სოდოს. მეძავს უნდა რომ სულ მეძაობდეს, ლოცს უნდა სულ სვამდეს. აი ერთ მათგანთან მისაუბრია და არა მარტო ერთთან და ორთან, რომ ძალიანაც მიყვარს ჩემი მოყვარსი ოჯახი და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც დავლებ მეტი არაფერი არ მინდა. მხოლოდ ეს მინდა, ეს მაინტერესებს რა გზით დავლიო კიდევ და განუწყვეტლი ისტერიკაში ვარდება ამ მოსმურობისაგან. მე ერღვევა ძილი. ძვილი ერთ-ერთ ხადაგებაში ძილზეც მინდა ვისაუბრო, რაც ხოველს ყოფილი ძალა შემოდის ძილის გზით ადამიანში, რისი განახლება ხდება ადამიანში, როგორიც ის შექმნა უფალმა ღმერთმა. მერმე ძილი რომ მოეშლება, ამას მოსწევს სულიერი აშლილობა დროთა განმავლობაში. ნერვულ ფსიქიური აშლილობა და საბოლოოდ ნევრასთენიკა და უბრალოდ შეშლილად ყალიბდება ადამიანი. თუ სიკვდილმა არ მოუსწრო, იმიტომ რომ ლოთობა ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს. მოგეხსენებათ. დავით, ასე გაგრძელდა, განუწყვეტლი, გრძელდებოდა უმწემესთან. დავითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიკვდილი ძლიერი მას სოფელსა და იწყო მან მოკლებად. სიკვდილი ძველ ქართულად ჩიმშიც ნიშნავს. აი ნახე ღმერთი რა მოწყალია, როგორ უყვარს თუნდაც ერთი ცოდვილი ადამიანი, რომ მასში სინანული გააგვიძოს. იმ ქვეყანაში აი თუნდაც ამ ერთი ადამიანისთვის ღმერთმა ჩამოაგდო შიმშილობა. თქვენ ეტყვით არა მამაო, როგორ შეიძლება ერთი ადამიანს გაწიროს? რაღაც თქმა უნდა იმ ქვეყანაში სხვა შეცდომებიც იყო დაშვებული, ცოდვები, მაგრამ რა კი უფალი ამ უმწემესის სახით მოგვითხრობს ამიგავს და იმას რაც მოხდა, ეს პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა სწორედ მას უკავშირდება, რადგან ერთი მართლისთვისაც კი იბრძვის უფალი ღმერთი. ერთი მართალიც კი თქვენ ამბობთ როგორ მამო, ეს ხო ცოდვილია. დიახ, დღეს ცოდვილია, ჩვენ არ ვიცით ხვალ ვინ იქნება. ესე იგი მრავალი როგორც უფალი ამს ერთ ქადაგებაში წინანი იქნებიან უკანა და უკანანი წინა. ვინც მართალია შეუბრკმება ფეხი, დაეცემა და წარწყდება უნანელი. ხოლო დიდად ცოდვილი შეიძლება უპირველესად შევიდეს სასულიერო და აღაშორს წავიდეს საყვარელოდ დაღალოთ. პირველი სასულიეროში არც აბრაამი შესულა პატრიარქი, ღვთისმეგობრად წოდებული, არც ისააკი, არც იაკობი და არც წინასწარმეტყველი და ასე შემდეგ. პირველი შევიდა მონანული ავაზაკი. ეს არის ძალიან ესეთი დამაფიქრებელი რამ. ღვთისკაცმოყვარებაზე, მის უსაზღვრო სიყვარულზე ყოველი ადამიანის მიმართ. ღმერთს ადამიანში ზულ სოდვა, მაგრამ უყვარს სოდვილი ადამიანი. ეს უნდა გვახსოვდეს და ჩვენც უნდა განვასხვაოთ ერთმანეთსაგან სოდვა და ცოდვილი ადამიანი. შენ შეიძლება დღეს ხარ ეკლესიური მორწმუნე, როგორც ამაყად ამბობთ ხოლმე აღსარებელი, მასიარებელი და ღმერთმა იცის ხვალ რა იქნება შვილო შენთან. გამოცდას დაუშვებს უფალი, ზოგს დიდს, ზოგთან დიდ, ზოგს მცირეს და შეიძლება საბოლოოდ დაკარგო უფალი. ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი ცოდვილები, ესევე გლახაკები, რომელსაც ესე იგი განიკითხავდნენ, აკრულებულს ეძახდნენ, აფურთხებდნენ და ამერწყებდნენ და ლანძღავდნენ, ისინი პირველები შევიდნენ სასულიეროში. რა შორს წავიდნენ? კიდევ ერთხელ დავესესხები წმინდა სახარებას. ლაზარე, მართალი. მთელი მისი სიმართლე იმაში მდგომარეობდა, რომ არავის არ განიკითხავდა, მათ შორის იმ ბატონს, რომლის სუფრასთან მიხოხდებოდა ხოლმე, პუტი იყო ყველა სიკეთესთან ერთად და ცდილობდა ნამცეცები მაინც ტაბლიდან გადმოცველილი ეჭამა, მაგრამ ძაღლები ასრებდნენ და პირველი ისინი მერე მოდიოდნენ და ენას ილეკავდნენ მის შირქოვან წყრულებზე ლაზარესი. არასდროს არ განიკითხავდა არავის. ითმენდა ღვთისადმი უსაზღვრო სასუებით. აი რატო გაამართლა ის უფალმა. მე მოვიყოლი ერთ-ერთი გლახაკის ცხოვრებიდან ესევე ზამთარი საზარელი ყინვა და ფოლორცე ქვაფენილზე ეკდო რომელიღაც გლახაკი და ესი მომაკვდავი აგონიაში იყო. ღმერთმა წარმოუვლინა მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, მაგრამ არ სურდა სული სამოსვლა. წარმოიდგინეთ საყვარელო, ზემდგომი ანგელოზები ეუბნებიან რომ სული უნდა ამოვიდეს, უბრძანებენ არ ამოდის.
როგორი ნება აქვს, რა ძლიერი ადამიანის თუნდაც პარალიზებული ნებისყოფის ადამიანის ესე იგი თავისუფალი ნება როგორი არის. და მაშინ გაბრიელმა მიქაელს უთხრა, არა ნებავს მართლისა მაგის სულ სამოსვლა სხეულიდან და უფალს მიმართეო, შეისმეს შენსას. და მთავარანგელოზმა მიქაელმა ესე იგი აღაპრო თვალებს ეცა და უფალს უთხრა, მართლისა ამის კაცის სულსა არა ნებავს ამოსვლა, ანუ სიკვდილი არ უნდაო. არ შეაწუხოთ გლოსოლალით მოსახმა უფალმა ღმერთმა სეგარდამო. მე მოუვლენ დავითს ქნარით და ანგელოზებს გალობით და ისე დატკბება მისი სული, რომ თავად შეფრინდება თქვენს ხელში, შემოფრინდება თქვენს ხელშიო. რაც მოხდა კიდეც. ხედავთ, სულ სხვა საზომი აქვს. დამოკიდებულების სიყვარულის ღმერთს სიტყვოსი და სულ სხვაგვარია ადამიანური. აი დღეს რომ ასე მაბადე თქვენ სიტყვას ვიხარ გრიალებენ ეს დიდრები, ბიზნესმენები უფროსურად უწოდებდი, მე ქართულად ამათ ყველაზე არ მამობ, რა თქმა უნდა, ვინც უნამუსო გზით არის გამდიდრებული და ასე შემდეგ ჩაგრავს ხალხს და სხვადასხვა და ესე იგი სხვისი სახლების დაკარგვის ხარჯზე ესე იგი მდიდრდება და ხელისუფლებაშიც მოდის მერე რომ უფრო მეტი აიღოს. მეტად გაყლიფოს მოსახლეობა. არ მოუყვები ამ ყველაფერს და ღვთის მიმართება ადამიანთან სრულიად სხვაგვარია. თუ ჩვენ ქრისტიანებად ვიწოდებით, ანუ ქრისტეს სახელს და მის მსოფლმხედველობას ვატარებთ, ჩვენ ქრისტეს უნდა მიუბაძოთ. ვეცადოთ, არც განვიკითხოთ, არც დავჩაგროთ, არც დავამციროთ და ასე შემდეგ. აქ ირონიულად გაიღიმებს რომელიმე ათესტეთ მამა ვაპარეთი უნდა გედგას პირში სული. ღვთით, რადგან შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამია. ძალზე ბევრი მაგალითები შემიძლია წმინდა წერილიდან და მამათა ცხოვრებიდან მოვიყვანო, არაფრის მქონე, როგორ დაინარჩუნა უფალო და ძალზე მდიდარი, როგორ გაკოტრდა, გაღატაკდა და სასოწარკვეთილებაში აღესრულა. თუ ამას აღსრულება ქვია, უფალმას მოკვდა თქვა ლაზარეს იგავში. დიდარზე ნახეთ და ღარიბზე როგორ თქვა, იმ მოვლენაზე, რომელსაც გარდაცვალება ქვია სიკვდილი. ესე იგი ლაზარე მიიძინა და ანგელოზებმა წაიყვანეს. დიდარზე როგორ თქვა, რომელიც გრიალებდა პორფირს იმოსავდა, კარს ჭამდა, კარს სვამდა, კალაღებული იყო ყოველ დღე. მოკვდა და დაეფლა. ასე ჩვენ ქართველები ძაღლზე ვამბობთ ხოლმე. მოკვდა და დაეფლა. ძაღლზე მეტი ფასი ღვთის თვალში ასეთ ადამიანს უნანელს და ესე იგი გულღრზოს არ აქვს. ხოლო საბრალობელი გლახაკი, რომელიც ითმეს თავის ყოველდღიურ უბედურებას, ღმერთის თვალში ძალზედ მაღალია. გახსოვთ დიდარმა რომ ისურო მიხვდა რომ ღირსი არ იყო აბრაამთან სიახლოვეს ყოფილიყო რომ თითის მწვერვალიო როგორ თამდაბლობით ეუბნება ამ შემთხვევაში რომელიც ამ პარტავანი იყო მთელი ცხოვრება თითის მწვერვალი ანუ წვერი ძველ ქართულად დააწყვესო წყალში ლაზარებ და ბაგეებზე მომისვა დამალევინოს კი ვერ სთხოვა მომისვას რომ სიმშრალე ცოტა ჩამიქროს რა გინდა ჩილოსაყვარელო შენი ჭამდი სვამდი გალაღებული იყო შენი მიიღე ეხლა ლაზარე იღებს თავისას, რაც არ გააჩნდა, არაფერი დედამიწას. ეხლა ზოგიერთი აღშფოთდება, მამა, არ შეიძლება რომ სიმდიდრეს ხონდეს, ქონებას და ცხონდე კიდეც. კი, შეიძლება, მაგრამ კარგი გასავალი აქვს ჩვენ სიმდიდრეს გაჭირვებულების ხელში, როგორც ივანე ოქროპირი პასუხობს ამ კითხვას. ესე იგი, შენს ირგე და სხვასაც არგე, როგორც მინდა მამები გვასწავლიან. თორე თავის თავად ცოდვა არც ჭამა, არც სმა, არც ძილი და არც ლამაზის ამოსელი თუნდაც. უბრალოდ საკითხავია, საიდან საყვარელო ეს ყველაფერი და თუ სინდისიერი გზით შეიწყალე, როგორც ღმერთმა შენ შეგიწყალა და სარჩო საბადებელი მოგცა, სხვაც გაჭირვებული შეძლებს დაგვარად. მოკლედ, როდესაც წარგომან ყოველივე და სიყმილი ძლიერი ჩამოვარდა ღვთის მიშვებით იმ სოფელში, იწყო მან მოკლებად. ყველაფერი შემოეფლითა, ყველაფერი მოაკლდა. ქართულად როგორ ვამოთხმე, კუჭი რომ აეწვა, ეს უმდიდრესი კაცის შვილი იძულებული გახდა მეღორედ დამდგარიყო, რომელიც სამარცხვინო რადმე ითვლებოდა მაშინ და არც ეხლა არიან კარგი შეხედულების. თუმცა ღორის ბიზნესი ძალიან მომგებიანია, მეტყვის ზოგიერთი. კი. ერთს მოგიყვებით აქვე რომ არ გადაგღალოთ, ზედებს ცოტა გაგახალისოთ იუმორით. წმინდა მიწაზე რომ ვიყავი, გავიცანი ერთი მესიანელი ებრაელი, რუსი ებრაელი.
ხოდო საუბრობდი და ესე იგი მივხვდი რომ ამან ძალიან კარგად იცოდა წმინდა წერილი და ხალხში არ ყვითხე და ცალკე ვკითხე რომ უხერხულობა რომ არ იხსნო. იმიტომ რომ ისრაელში ვიყავით ებრაელთა ქვეყანაში. საიდან იცი მეთქი ასე კარგად წმინდა წერილი? ნუ მან მითხრა რომ მე ქრისტიანი, როგორ ქრისტიანი? ტაძარში დავდიხარ, ეს არა მესიანელი ქრისტიანი. აი რომ გაგიგონ ებრაელებმა, რომლებიც ყველას ეუბნებიან ადამიანის უფლებებზე ეყაყანებიან, რომ გაგიგონ შენ რომ ხარ ქრისტიანი, თუნდაც მესიანელი. როგორ მოგეცეო? უკეთეს შემთხვევაში დიდი სანქცია იქნებოდა, გადასახადი, ჯარიმა, უარეს შემთხვევაში რა იქნებოდა მეთქი? მოკლა. სხვადასხვა გზით. ისე რომ ვერ გაიგებდნენ, ვინ რატომ რისთვის მოკლა. ამას ამბობს თავად იმ ქვეყნის მოქალაქე. უკეთილი. და მაგან მომითხრო, ჩამოვარდა ლაპარაკი და ეს ებრაელზე მინდა ერთი ანეკდოტი მოგიყვერო. ოღონდ ნამდვილი ამბავიო. ეს ვერ გახდა ანეკდოტი. ესე იგი, კნესეტმა, ისრაელის პარლამენტმა გამოსცა, ახლა ზოგიერთი განმიკითხა, გარეკური თუ აქაური ზოგიერთი ანეკდოტებს ყველა მომარჩინე. თუ საჭიროა თქვენი სწავლებისთვის, ამასაც ვიგ. ანეკდოტი არის შენთვის, ჩემთვის არის ხალხური ფოლკლორი, არც მეტი, არც ნაკლები. მეტადრე როცა შორს არის ენაბილწობისაგან. მოკლედ კნესეტმა პარლამენტა ისრაელის და ეს კნესეტი დგას ჯვრის მონასტრის, ჩვენი ქართული მონასტრის ტერიტორიაზე, თქვენ რომ იცოდეთ, და იერუსალიმის პატრიარქი ირინეოსი რომ დააპატიმრეს უკანონოდ, ამოუქოლეს და წუხარებითა და მძიმე ავადმყოფობით აღესრულა და არაბი მართლმადიდებელი უნით, აი წარმოიდგინეთ, არა ბერძენი, არამედ არაბი და თავად ბერძენი იყო. ესე იგი ერთ-ერთი მიზეზი რა იყო მისდამე ასეთი მოპყრობისა. კარგად იყო განწყობილი ქართველების მიმართ და იყო რა იწყებოდა მოლაპარაკება ჯვრის მონასტრის გადმოცემაზე. აი ეს არაპატიის არც ისრაელის ხელისუფლებამ და არც ბერძენმა ეგრეთ წოდებულმა მართლმადიდებლებმა. და მისი ადგილი დაიკავა სხვა პატრიარქმა. ეს შორი ამბავია ცელი და თავს არ შეგაწყენ. მოკლედ გამოსცა კნესეტმა ბრძანება ასე ჟღერდა. ისრაელის მიწაზე ღორმა ფეხი არ დაადგას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ებრაელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა ღორის ბიზნესი. თუმცა ჟული ურზალავდა. შესაძლოა ის ჟულს არც მისდევდა. ამას არ აქვს ახლა არსებით მნიშვნელობა. ნახეთ, ამას ებრაელი თუ მოიფიქრებდა, სხვა ვერავინ ვერ მოიფიქრებდა. კანონი არ დაარღვია, ესე იგი ჩააბეტონა რკინის მილები და დაკიდა ზედ საღორეები. და ღორები ყავდა ჩვეულებრივი და ბიზნესი ჰქონდა. სასამართლოში უჩივლეს პროცესი მოიგო. კანონს არ არღვევდა, ღორები მიწაზე ფეხს არ ადგავდნენ. ნუ ესეთი გონების პატრონი რა თქმა უნდა მდიდარი იქნებოდა. ჩვენ რა ვქნათ უბადრუკებმა. მოკლედ ღმერთს ისე უყვარს ადამიანი, თუნდაც ერთი ცოდვილი, რომელიც შინაგან ადამიანში იყურება, აი როგორც დავით მეფეზე ნახე კაცი გულისა ჩემისა, ამ უწემესიშვილის გულსაც ხედავდა, გარედან უამრავი მტვერი და ნაგავი ეყარა, მაგრამ შიგნით ღვიოდა რაღაც რაც მოსაწონი იყო ღმერთისთვის, რომელიც სიმართლედ ამოხეთქავს მოგვიანებით ამ მონანულ ცოდვილში. ღმერთმა დაუშვა სიკვდილი, იმიტომ რომ გონს მოგებული იყო, გონზე მოსული იყო ეს ახალგაზრდა. და რომ დაუჭერდა და ქართულად თქვით მეთქი კუჭი რომ აეზვა, მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველათვისა ძოვნად ღორთა. მეღორე დაუდგა მოკლედ. და გული ეტყო და განწყებად მუცლის არქისა მისგან, რომელსაც ჭამედ ღორნი და არავინ სის მას. საჭმელი კი არა საგვარელო. როგორც ჩანს, ღორის საჭმელი ჩვენთან ქატოს ეძახდნენ, ქატო და რკო ენატრებოდა. ისეთი ესე იგი შელახული იყო შიმშილით. მაგრამ არავინ არ აძლევდა. რატომ? იმიტომ რომ შიმშილი იყო და ღორებს მოაკლდებოდათ. ბიზნესმენთან წინ დგას ბიზნესი და არა ადამიანი, რა თქმა უნდა. და გული ეტყო და განწყებად მუცლის არქისამისგან, რომელსაც ჭამეთ ღორნი და არავინ სის მას და მოეგორა თავსათვისა თქვა. რაოდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისა და ხმაცპური და მიაქა სიკვდილთა წარწლები. ესე იგი მამი ჩემის სახლში რამდენია რომ ესე თავზე გადასდის სპორი თქვენ როგორც იტყოდი. მე კი ესე იგი შიფშილით ყდები. და ნახეთ ახლა სინანული გაჩნდა. და ნახე როგორი გულის სიტყვები ტრიალებს მის გულში. როცა გულს მოეგო. რას ვეტყვიო ესე იგი მამას? ანუ გადაწყვიტა დაბრუნება. აქ შეიძლება სიკვდილით, შიმშილით სიკვდილით მომკვდარიყო. შეეშინდა.
როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე, სიკვდილი ოხერი რამეა. და ეს ამისი სიახლოვე, ასე ვთქვათ, სულ თქვა იგრძნო ამ მომწემესმა შვილმაც. და ეხლა ნახე, აყალიბებს წინადადებას, როგორ შეძლოს მივიდეს მამასთან, რა უთხრას, რომ მამამ უარი არ უთხრას, იმიტომ რომ მან მისი სიმწრით შეძენილი მთელი მემკვიდრეობა 10 წლების განმავლობაში გაანიავა მოკლე ხანში. ესე იგი, როგორც თქვენ იტყოდე, მოტივირებული უნდა გახადოს თავისი მისვლა და საუბარი მამასთან. აი რას ვეთქვი, მამაო, ცოდეთ სად მიმართა წინაშე შენსა. ამასაც შემთხვევით არ ამბობს. აქედან შანს, რომ მისი მამა იყო ღვთისმოსავი. ამიტომ უბრალოდ იმას კი არ ფიქრობს უთხრას, რომ შენ წინაშე დავაშავე, არამედ ცის წინაშე, ანუ ღვთის წინაშე დავაშავე. შული დავარღვიე და შევწოდე შენს წინაშე როგორც მამისა. იმიტომ რომ გარკვეული აზრით, რა თქმა უნდა, მამას მოეკითხება შვილისა. დიდი შვილის კანონში პირდაპირ წერია, რომ მშობლებიც გარკვეულ ასაკამდის პასუხს აგებენ შვილების ცხოვრებაზე. რა ცხოვრების სტილი აქვთ, როგორი მსოფლმხედველობა. მაგრამ ნახეთ რა არის, ანდრია სალოსის ცხოვრება ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ იყო წინასწარმეტყველება ამ წმინდა მამისა, რომ ანტიქრისტე ვიდრე გაბატონდება, ოჯახებს დაანგრევს. ოჯახებს შემუსრავს. რა ეს პროცესი არ მიმდინარეობს? ძალიან დიდი გაჭირვებით შეიძლება ერთ ნაწილზე ითქვას, რომ ეს არის ოჯახი და უმეტეს ნაწილზე შეიძლება ითქვას, რომ იქ ოჯახი არ არის. იქ არის ქალი, კაცი, დედა, მამა რო ქვია და ეხლა სახელის წართმევაც მოგვინდობეს რა. ნომერი პირველი, ნომერი მეორე. როგორია? აბა ნომერი პირველი დამალაპარაკეთ. აი სადამდე მიყავთ ადამიანებს სულ გამოთაყვანებამდე ამ ფსევდოლიბერალებს. რა და ხატა და მსგავსად დაგვბადა ღმერთმა და რას გვეპირებენ. ეხლა ვისაც დედა და მამა არ უყვარს, პირველი და მეორე კი არა, ნულსაც დაუძახებს. მაგრამ ეს ვისაც უნდა რეზერვაციებში დასახლდნენ, აი როგორც ინდიელებს ასახლებდნენ ამერიკელები, რეზერვაციებში დასახლდნენ და რაც კიდე დაუძახონ ერთმანეთს, ჩვენ თავი დაგვანებონ. ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ქრისტეს დიდებით დაბრუნდებამდე იქნება მისი წილხვედრი და მისი მფარველობის ქვეშ. რა თქმა უნდა, არავის არ უსურვებ არც სხვასა, მაგრამ ისეთი მძიმე დრო მოდის, როგორც მამებმა თქვეს მეთქე ეგნატე და სხვებმა, სპასაისა кто может, ვისაც შეგიძლია გადარჩიტო. ისეთი დრო მოდის, რომ სხვას ვეღარ ასწავლე, ან აღარ ასწავლე. დევნაგ ექნება შეურაცხყოფა. ეკლესიებსაც შეგვიგინებენ. ეკლესიები აგვიტირდება ყველაფერი ამის გამო. ცალკეული ღრმათმორწმუნე ადამიანები, როცა რიცხვი ძალიან ცოტა იქნება, ბოლოშანს გახდებიან ცოცხალი ტაძრები. მათ გარშემო მოიკარიბეთ და იცხოვრეთ, ამბობენ მამა გაბრიელი და სხვა ჩვენი ბოლოშანის მამები. ესე იგი, როგორ აყალიბებს წინადადებას? მამო, ცოდეთ, სად მიმართა წინაშე შენსა და აღარა ღირს ვარ მე წოდება ძეთ შენ და არამედ მყავმე ვითარც ერთი მუშაკთაგან. ისეთი დიდი ცოდვები ჩავიდინე, ისე გაგამწარე. ნამდვილად აღარა ვარ იმის ღირსი, რომ შენს შვილად ძეთ ვიწოდებოდე. არამედ როგორც ერთ-ერთი მუშაკთაგანი, როგორც ერთი ყმა, როგორც ერთი მსახური მიმიღე შენ სახლში და აღდგა და მოვიდა იგი მამისათვისისა და ისე რომ ემოციებით კი არ მოუვიდა, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ დაკრაფეხი და ჩამოვიდა რა კი მოშიდა. არა. მან გაიაზრა, არა ჩაიდინა და როგორ მოეხადა ბოდიში მამის წინაშე. ისე რომ სრულიად გააზრებულად. და აღდგა და მოვიდა იგი მამისათვისა და ვიდრე შორს გაიყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა და მირბიოდა იგი და დავარდა ქეთსაზე და მისსა და ამბობს უყოფდა მას. ალბათ ბევრს წარმოგიდგა თვალწინ ცნობილი ტილო რემბრანდტისა უცხებიშვილის დაბრუნება, არა? ჩამოფლეთილი, ჩამოგლეჯილი, ფეხშიშველი, დამწუხრებული, განადგურებული, როგორ მოეშორება დიდი ტკივილებით მამისკენ. და ესე შეურდება, ძველ ქართულად მუხლებში ჩაუვარდება და მოეხვევა მუხლებზე. ადრე მუხლებზე ებთხვეოდნენ მოხუცებულებს და პატივსაცემ ადამიანებს, ამითაც გამოხატავდნენ. კოცნაც კი და ამბორება ძველად იყო სხვადასხვა შინაარს მატარებელი. მაგრამ ბაგეზე კოცნიდნენ ყველაზე უფრო საყვარელ ადამიანს.
ლოყაზე მეტნაკლებად იუდა მოგაგონდათ არა ლოყაზე ეამბორა ამითაც გამოხატა რომ უფალი არ უყვარდა იმიტომ რომ მაშინდელი ტრადიცია ის შენი მოძღვარი იყო რა და უნდა ყვარებოდა ბაგეზე უნდა მთხვეოდი ყველაფერში ავლენდა რომ ქრისტეს წინააღმდეგი იყო და მტერი მოკლედ აღდგა და მოვიდა იგი მამისათვისა და ვიდრე შორს გაიყო მამამ დაინახა როგორი გული ჰქონდა გულმა არ მოუთმინდა უყვარდა შვილში არა დამნაშავეს არამედ შვილს ხედავდა არც კი დაახანა თან პატრიარქატია მამასთან უნდა მოვიდეს მუხლი უნდა მოიყაროს უნდა შეურდეს პატიება უნდა ითხოვს არაფერ მსგავს აქ არ ხედავ გულმა არ მოუთმინა მამობრივმა სიყვარულმა ყველა ტრადიცია შეხედულებასია თავად გაიქცა ამ დღეში რომ ნახა შვილი ხო ჩვენ უმეტესობას აკნის ვარ შვილები ყავს წარმოიდგინეთ რა დაგემართებოდა შვილი რომ ამ მდგომარეობის წლების მერე ითვლო მირბიოდა ნათქვამია და დავარდა ქეცამისა ქეზე დაემხო და მწარეთ ატირდა ეს იყო სიხარულის კირილი დიახ არსებობს სიხარულის ცრებლებიც აქ ნათქვამია შეეწყალა ეს იგი ამიტომ მოიქცა ასე აბორს უყოფდა მას დარქვა მრავალგზის დარქვა მას ზემანმა მამაო სოდე სადმე ვარ და წინაშე შენსა და აღარა ვარ მე ღირს წოდება ძეთ შენდა ეხლა მოდი ამასაც მივაქციოთ ყურადღება ვიდრე წამოვიდოდა კიდევ სხვა რამეს ივლებდა გულში რა უნდა ეთქვა პირველი მათგანი თქვა რომ ღირსი არა ვარ ცალს და შენ შემოხედო მაგრამ კიდევ რას ფიქრობდა რა უნდა ეთქვა მამისათვის და აღარა ვარ ღირს მე წოდება ძეთ შენ და არამედ მყავმე ვითარც ერთი მუშაკთაგანი მაგრამ დაინახა რა მამის ეს უსაზღვრო სიყვარული და სიბრალული აღარ ჩათალა საჭიროდ ეთქვა რომ შვილად კი არ მივიღო მონათმე ვიღო როგორ შვილს იამბორებოდა და დასტურა მისა ნახეთ მამამ რა ბრძანება გასცა როცა გული იჯერა შვილის ამბორის ყოფითა და მოფერებით დარქვა მას ზემან და ეს თქვი თუფე მხოლოდ ერთი ნაწილი თქო რომ შევწოდე აღარ უთქვია რომ არ მიმიღო ძე მიმიღე სახურად თქვა მამამან მისვან მონათათვისთა ეს იგი შეიძლება მამამ არც კი დააცალა როგორც კი გამოთქვა სინანული ამ მსგავსი სინანულისა შეაწყვეტინა მაშინ გადასახა თავის მსახურებს უბრძანა რა უბრძანა კერძოდ გამოიღეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ მას და შეაწვდ ბეჭედი ხელსა მისა და ხავლი ფერხთა მისთა რაც მან მოიმოქმედა ეს იყო შვილის ღირსებაში აღდგენა შვილები მაგალითად მონები ფეხში შველი იარებოდნენ ხშირად დაბედკილები მაგრამ ბატონის შვილი იყო შემოსილი ხამლიც ჰქონდა სამოსელის და ბეჭედიც ნიშნად ბატონის შვილობისა ანუ აღადგინა სავსებით არა მსახურის არამედ დაადგინა არა მსახურის არამედ აღადგინა სავსებით თავისი შვილის ღირსებაში მაგრამ ჩვენ ამას მისტიკურ პლანშიც უნდა შევხედოთ მეთქი სამოსელი რომ ბრძანა მოესხათ ბატონის შვილის რა არის ეგ არის ის სამოსელი რომელიც ჩვენ მივიღეთ ემბაში ქრისტიანული ნათლობისას აი თეთრ ზეწარს რომ სამოსელს შეგმოსავენ ან შემოგვახვევენ დიდსა თუ პატარას რას ნიშნავს ის რომ ძველი კაცი მოკვდა და ემბასმა ანუ ნათლისღებისლებმა აღმოშობეს ახალი ადამიანი როგორც დიმიტრი როსტოველი ამ ხშირად მithქვავს სულიერი არწივები აღმოფრინდებით ხოვე ემბასთან მაგრამ დროთა განმავლობაში ცხოვრების გზაზე ხშირად ვეცემით სოდავთ დგებით და ასე შემდეგ როგორ შეიძლება წამოდგეს სამოსელი როგორ შეიძლება განიახლო ქრისტიანმა რომელიც შესვარული გაქვს ნათლისღების სამოსელი წმინდა სამოსელი როგორც ივანე ოქროპირიანოს მაგალითად სინანულის საიდუმლოებაზე აღსარებაზე ეს არის ყოველი სინანული გულწრფელი არის ახალი ემბაზი ახალი ნათლობა საკუთარი სინანულის წრემში ხდება ადამიანის გამბანვა განწმენდა და აღმოშობა ახალი ადამიანისა ბეჭედი რა არის თუ ნათლისღებად აღვიქვამთ ამ ყოველივეს რაც მამამ მოგზანა და აღასრულეს მსახურებმა სამოსელი ეს არის ნათლისღების სამოსელი სიწმინდე ბეჭედი მონიჭებულა სული სამიერ წმინდისა როცა ემბაზიდან ამოხავს ახლად ნათლისღებული ადამიანი მცირე ლოცვა ითქმის და ესე იგი ჯვარის სახით მირონს აცხებს პირის სახის გარკვეულ ადგილებში და ამბობს სამ სიტყვებს მოძღვარი ვინც ნათლავს ბეჭედი მონიჭებულა სული სამიერ წმინდისა რას ნიშნავს სული წმინდის საცხებელი
ეძლევა მას ადამიანს. ანუ მირონცხების გზით ადამიანზე გადმოდის სულიწმიდის ნიჭები, მადლი. ესე იგი, ემბაში მოკვდა ძველი ადამიანი, აღმოვიდა ახალი, აი ხდება მისი აღბეჭდვა, ასე ვთქვათ, რითი სულიწმიდის მადლით. და პავლე მოციქული ამბობს ერთ-ერთ ეპისტოლეში, ვისაც მამაზეციერი ამოირჩევს და აღბეჭდას, ვერავინ და ვერაფერი ვერ ახოცავს მისგან სულიწმიდის ამბეჭდს. ანუ ადამიანი ვიდრე დედამიწაზეა, ბოლომდე ინარჩუნებს თუ ნათელღებულია ფარველ ანგელოსაც და მადლსაც, მაგრამ თითქოს მისი ცოდვების და უნანელობის გამო ერთგვარად განშორებული არის. და აი გვინახია მაგალითად შინონ მესვეტის ცხოვრებაში წავიკითხოთ ხვებდა რომ ესე იგი ფარველი ანგელოზი იხილა, რომელიც ტიროდა იმ ადამიანზე, რომლის ფარველი ანგელოზიც იყო და ახლოს ვერ ეკარებოდა მისი მრუმე ცოდვების გამო. მაგრამ ვიდრე ადამიანი ცოცხალია, სულ უკანასკნელი ცოდვილი იყოს, ღვთისა დადგენილი ანგელოზის და მადლის არის მასთან, თუმცა ერთგვარად თითქოს განშორებული. ანუ ვერ გრძნობს ერთის ლოცვას და ვერც მეორის მოქმედებას. აი ესეთ მდგომარეობაშია სულიერად ეს ადამიანი. ხამლი რაღა? ხამლი არის ღვთის სიტყვის ქადაგებლობის ნიშანი, როგორც ფსალმუშიც არის ნაწინასწარმეტყველები. ესე იგი რა, თუ აქ ნათელღებულ ადამიანზე, მირონცხებულზე ლაპარაკი, ხამლი რაღაც ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ ყოველი ქრისტიანი ადამიანი სიტყვით თუ საქმით და უფრო შორსავარ გულის სიტყვით უნდა იყოს ქრისტიანი და ქადაგებელი ღვთის სიტყვის. ჭეშმარიტებას ქადაგებდეს როგორც სიტყვით, როგორც პავლე ამბობს ტიმოთისადმი ეპისტოლეში, ეგრეთ საქმით. აი ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. ანუ გაბზარული მსგავსება ხატება ღმერთთან აღდგა ამ ადამიანში. თქვა მამამან მისმან მონათათვისა ყოველივე ამის მერმეთ, როცა აღადგინა შვილის ღირსებაში, ბრძანა შემდეგი მონებს უბრძანა, გამოიღეთ 60-ს თქვით, ესე იგი და შემოსეს, როცა გული იჯერა. თქვით ეს უკვე ვილაპარაკეთ. ამის შემდგომ, როცა აღადგინა შვილის ღირსებაში, უბრძანა მონებს, მოიგთ ზვარაკი გიჭამებული და დაკალდა ჭამო და ვიხარებდეთ. ეს რაღა არის, რას ნიშნავს? ზვარაკი ჭამებული მამათა განმარტებით ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც დაიკლა გოლგოთის თხემზე ჯვარზეც ჩვენისა ცხოვრებისათვის. ჭამოთ და ვიხარებდეთ, იმიტომ რომ საუკუნო სიხარულს, ზეციურს, ჭეშმარიტ სიხარულს ადამიანი გნებავს მიწაზე, ვერბე ზეცაში შეუძლებელია ეზიაროს, ესე იგი გარეშე საფრთხო ზიარებისა. წმინდა ზიარება, წმინდა მამათა განმარტებით ეს არის ეკლესიაში გამაერთიანებელი საიდუმლოება. კერძოდ მორწმუნეებს აერთიანებს ერთმანეთთან, მორწმუნეებს აერთიანებს ღმერთთან, ღმერთს აერთიანებს მორწმუნეებთან. ევქარისტია თავის თავში ქრისტიანეთა გამაერთიანებელი საიდუმლოება ერთმანეთთან და ღმერთთან. რამე თუ ძეესე ჩემი, რატო უნდა ვიხარო? ძეესე ჩემი მომკვდარ იყო და განცოცდა, წარწმედული იყო და დაიწყეს განცხრომა. სხვა ქადაგებაში უფალი ამბობს, რომ როდესაც თუნდაც ერთი მონანული ერთი აწოდვილი ადამიანი შეინანებს, სათაშინა სიხარული აქვთ ანგელოზებს. ანგელოზები ჩვენი უფროსი ძმები არიან. მართალია ისინი დადგენილ არიან საქურსულებად შორის ღვთისა და ადამიანისა, მაგრამ ისინი ჩვენი ძმები არიან, ქრისტეს მიერი ძმები არიან, რომლებიც დღემუდად ჩვენზეც უფრო მოშურნე და ერყვლად ზრუნავენ ჩვენი ცხონებისათვის. ხშირად ხდება ისეთი რაღაც უჩვეულო მოვლენების გვემართება ცხოვრის განმავლობაში, რომ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო. მე ამ განსასწრებიდან არ უნდა გადარჩენილიყავი, მაგრამ ხო ის საოცრება გადარჩა ეს ადამიანი. ეს უნდა მივაწეროთ ჩვენს ფარველ ანგელოზს. ღმერთს საბოლოოდ ნერო ღმერთის მსახური ანგელოზის ადამიანის წმინდანი და სხვადასხვა. და იყო ზეიგიმის ეს რაც შეეხება უმწემეს, უმცროშვილს. ეხლა ვნახოთ, როგორ მიიღო ეს ყველაფერი უფროსმა შვილმა, რომელსაც არაფერი არაზროს მამისთვის არ დაუშავებია, ურჩებაში არ ჩავარდა, მეტად ზედმეტია ლაპარაკი ქონების გაფლანგვაზე, მემკვიდრეობის. და იყო ზეიგიმისი უხუცესი ველსა გარე და ვითარცა მოვიდა და მოეახლა სალსამას, ესმა ხმაის სიხარულისა და განცხრომისაი. ზალზედ გაუკვირდა, რატო გაუკვირდებოდა? იმიტომ რომ ეს წლები გლოვა ჰქონდა მამას. დაკარგულ შვილზე ტიროდა, იმიტომ ამბობს რომ დაკარგული იყო და გამიცოცხლდა. მკვდარი იყო და გამიცოცხლდა, დაკარგული იყო და იპოვა უფროსობა. არც კი შესულა სახლში
უფროსი ძმა მოუწოდა ერთ მონათაგანსა, რომელიც ემსახურებოდა და კითხვიდა ვითარმედ, რა იარს ეს? რას ნიშნავს ეს? რა არის? რა ხმაურია მამიჩემის სახლში? ხოლო მარქვა მას, რამე თუ ძმაი შენი მოსულარს და მამამან შენ მან დაკლა ზვარაკი ჭამეული, რამე თუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ამის გაგონებაზე განრისხდა იგი და არა უნდა შინაშეცვა, ესე იგი ისე გამწარდა, ისე აღშფოთდა მამაზე, სახლშიც კი არ შევიდა, მაგრამ ნახეთ, მამა თავისი ძეებისგან განსხვავებით როგორი თავდაბალია. იქ დაგლახაკებული მოდიოდა არაცელა მოსული მუხლებში ჩავარდნოდა და თვითონ უსრო გადაირბინა და ქედზე დაემხო ტირილით და ამბორს უყობდა მრავალსა. აქ კი ძე არ შევიდა გულმზაუბრობით, ის გამოვიდა თავად ძესთან. გამოვიდა და ლოცვიდა მას და მან მიუგო და თქვა მამასა თვისა, აჰა ესე რა, ესოდენი წელი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავხედა. მე არასადა მომეც ერთი თიკანი რაითამსა მეგობართან ჩემთანა ვიხარე. ესე იგი ამდენი წელია როგორც მონა გემსახურები, თიკანი რა არის? თიკანიც კი არ მოგიცე რომ დამეკლა და ჩემს მეგობრებთან მომელხინა. ამან შენი მთელი ჭირნახული სამკვიდრებელი გაგინიავა და შენ კი იხარებ. და ოდესდე ესე შენი მოვიდა რომლა შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთათანა დაუკალ მას ზვარაკი იგი ჭამებული. ხოლო მარქვა მას უფრო შვილს უთხრა მამამ, შვილო შენ მარადის შემთან ახარ და ჩემი ყოველი შენი არის. ადრე იქნება, გვიან იქნება, შენ დარჩება ეს ყველაფერი. რატო ხარო? აი მომისმინე საყვარელო. ათ მხიარულებაი და სიხარული ჯერას, რატო? რამე თუ ძმაი ესე შენი მომკვდარ იყო და განცოცხლდა, წყარწმედი იყო და იპოვა. ან სხვაგვარად სხვა ქადაგებაში უფალი ღმერთი ამბობს, რომ განიკითხავდნენ მას სოდვილებთან რატო ჭამსო და ასე შემდეგ, რატოა მათთან ურთიერთობაში. წადით და ისწავლეთ, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი. აი ესეთი უკიდეგანო სიყვარულით უყვარვარ ჩვენს ღმერთს, რომელიც დღეს ჩვენ ვეღარ ცნობთ, არ გვინდა და არა უბრალოდ არ გვინდა და გავუცხობდით, ეშმაკთან კარგად ვუძნობთ თავს. გულისხმობ ყველა იმ სოფლიო მოვლენებს და ცოდვებს, რაც როგორც ქარიშხალი ქარბორბალა ტრიალებს დღეს დედამიწაზე და უარესი იქნება, ვიდრე თავის ესე იგი ნაყოფს არ გამოიღებს ანტიქრისტეს სახით. და დასასრული ვიტყოდი ერთ-ერთ წმინდა მამასთან ერთად. ახლოვდება დიდმარხვა, წმინდა ეკლესია შეგვაგონებს რა განცდისათვის თვისთა ცოდვათა, ცდილობს არ დაუშვას სასოწარკვეთა და ჩვენს უხილს ღვთის უსაზღვრო მოწყალებას შეხსენებით აკავებს, თავაზობს რა იგავს უძღები შვილის შესახებ. უმრწემესი ან უმცროსი ძის ბედი თითოეული ცოდვილის ხვედრია, ეს უნდა გავიაზრო თუ ამ ერთი ადამიანის ქვეშ. როგორც კი ადამიანი მოიწიფება, აღმოჩნდება რომ თავისი სულიდან საუკეთესო მას უკვე გაუფლანგავს ქარაფშუტულა და თავისთვის შეუმჩნევლად წასულა უცხო მხარესა. დღეს ინგლისურია მოდაში და მოდი ინგლისური ანდაზიდან შეგეხმიანებით. ახალგაზრდობამ რომ მიცოდეს სიბერეს რაც უნდა იშოვნიდა და ქისაში შეინახავდა, ასე ამბობს ეს ანდაზა. ანუ ახალგაზრდობა ძირითადში დამახასიათებელი ახალგაზრდობისთვის ქარაფშუტობა, ნებათა მიდევნება, ნებათა ღელვა, უკიდურეს გარყვნილობამდე დღეს განსაკუთრებით. დროს ტარება და სხვა. თითქოს არაფერი მიზანი არ აქვს, თითქოს ღმერთმა მხოლოდ იმისთვის შექმნა ჭამოსვან და განსხვამაში იყვნენ ადამიანები. სამე გეტყვით თქვენ ამბობს ერთ-ერთ ამაღლებულ ქადაგებაში უფალი ღმერთები ხარ. ხოლო თქვენ ვითარცა კაცნი მოსხდები, სხვაგან ამბობს ვითარცა პირუტყვი მოსხდებით. თუმცა გვაქვს უმაღლესი ისეციური დანიშნულება. მას ადამიანი როგორც კი მოიწიფება, აღმოჩნდება რომ თავისი სულიდან საუკეთესო მას უკვე გაუფლანგავს ქარაფშუტულა და თავისთვის შეუმჩნევლად წასულა უცხო მხარესა. მსგავსი ვებჟელობა ნახე ადრე წმინდა იოანე ოქროპირთანაც. ხდება რა ნებათა და წვრილმა ცხოვრების ინტერესთა წყალვარდნილში, ადამიანი მალევე შეიგრძნობს შინაგან სიცარიელესა და დაუკმაყოფილებლობას. უცხო ქვეყანაში მოხვედრილი უცხოები შვილივით, ღვთისადმი გაუცხოებული სულით შიმშილს განისდის. ასეთი ახალგაზრდა არაერთი მინახავს მოსული ტაძარში და რა თქმა უნდა ყველა ჩვენთან ხომ არ მოვა და ყველა ტაძარში ხომ არ მიდის ბოლოს და ბოლოს. განსაკუთრებულად აი როცა
გამოდმებით ეწევა გარკვეულ ცხოვრებას, გაუთავებლად, ან არის ნარკომანი, ან გალოთებული, სრული სიცარიელე, შიშები ეწებათ, უძილობა, მოუსვენრობა, ნევრასტენია, ხშირად მოინახულებს ფიქრები თვითმკვლელობაზე. ჩვენ ხომ საუბრებს და აღსარებებს ვისმენთ მღვდლები. აი ეს არის ნაყოფი უზნეო და უღმერთო ცხოვრებისა, რომლითაც დიდად არიან დღეს და არც თუ ფსევდოდასავლური ძალების ხელშეწყობის გარეშე ჩვენი ახალგაზრდების. ტელევიზორშიც რომ ჩართავ, აი მოვსვენ. რა კარგა ვიგრიალე, კარგად დავისვენე, მაგარი სუფრა იყო, ლიზებზე ვიდექი ბაკურიანში და ასე შემდეგ, მათი ჟარგონებიდან გელაპარაკებით. სულ ეს არის. არაფერი, არც ერთი სიტყვა, არც ნეობაზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სულიერ წარმატებებზე, არც განათლების შეძენაზე. არაფერი მსგავსი. ეს არის ახლა მეტყვია რომ მამოვიცით რა არის, არ გეთანხმებით. ყველა ასე არ არის, მაგრამ საგრძნობი ნაწილი ასეთ მდგომარეობაში და ეს ჩვენ მღვდლებმა თქვენზე კარგად უწყით. სამწუხაროა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ მარტო ჩივილი ვაივიშის გამართვა არ არის საკმარისი. ძირები უნდა გამოვიცოთ რა იწვევს. აქ მივდივართ უეჭველად აუცილებლობამდე რომ ქვეყანას ყავდეს ღვთისმოსავი ხელისუფლება, რომელიც პირველ ყოვლისა მე როგორც ქრისტიანს, როგორც მელქიოდს, როგორც მონარქისტს, ყოველი მართლმადიდებელი უნდა იყოს მელქიოდი, მონარქისტი. წარმომიდგენია რომ ასეთი ხელისუფალი არის მეფე. ივანე ოქროპირი ჩვენგან ხსენებულიც ამბობს, ქრისტიანობის ძალას, ანუ ქრისტეშვილის ძალას დედამიწაზე ორი ღვთაებრივი საწყისი განამტკიცებს. აარონული, ანუ სამღვდელო, საეკლესიო და მეორე სამეფო. და ნახეთ ეს ანტიქრისტეს ლაშქრობა, მხედრობა, როგორ რას აკეთებს, სპობს როგორც ერთ საწყის დედამიწაზე, ისე მეორედ მოიგონეთ, ესე იგი საფრანგეთის სხვა რევოლუცია ყველანი იწყებოდა მეფობის დამხობით, ეკლესიის დევნით, შეურაცხყოფით. ამას მოსდებდა ესე იგი პროტესტანტიზმის გამრავლება, ანუ უამრავი ათასობით სექტები ჩნდებოდა და ადამიანმა აღარ იცოდა სად იყო ჭიშმარიტება, სად იყო ჭიშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა. ამიტომ ღმერთ შევთხოვა თქვენთან ერთად, რომ ჩვენ შორის ჯერ მოამწიფოს მონარქისტული მსოფლმხედველობა და მერმე აღადგინოს იგი თუ გნებავთ კვდრებით. ასე იქნება ღვთისმშობლის სიუხვედრ ივერიაში მონარქია აღდგება. ასე იქნება რუსეთშიც. როდესაც რუსეთში მოვა მეფე 2 წელი და 8 თვე იმეფებს, ნათქვამია რუს ღმერთშემოსილ მამებთან. რა თქმა უნდა ფსევდოლიბერალური ყურისთვის ავტორიტეტი არ არიან რუსი წმინდანები. რამდენად გონება შეზღუდულები და უმეცრები არიან აქედანაც იმჟელეთ ეს ყველანი. როდესაც ის მოვა 2 წელი და 8 თვე იმეფებს. იქნება მტკიცე ნებისყოფის ღვთისმოშიში მართლმადიდებელი ადამიანი. მის დროს ისე აყვავდება ცხოვრება რუსეთში, რომ არც ერთი მწვალებელი და არც ერთი ური აღარ იქნება იქ. განიწმინდება ეს ქვეყანა, მაგრამ როდესაც მისი მეფობი და მისი შიში ექნება თვით ანტიქრისტესაც კი ამ მეფისა, მაგრამ როდესაც დასრულდება ღვთისაგან დაშვებული მისი მეფობა, რუსეთში წყდიადი ჩამოწვება, რასაც მალე მოჰყვება, დიდებით დაბრუნება, საყოველთაო აღდგომა, დიდებით დაბრუნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, რომელსაც უშუალოდ წინ უძღვის არმაგედონის ომი ისრაელში. აი ამიტომ არის საჭირო ქრისტიანობის განმტკიცება, სამღვდელო მღვდელი ვამბობ ამას, სამღვდელობის განწმინდა უღირსი მღვდლებისაგან. მე შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც ჩამოგითვალოთ. აი მაგალითად ინკოგნიტოდ ვამბობ, რა თქმა უნდა, პიროვნების შეურაცხყოფას დამცირ გაკითხვას არ ვაპირებ. უჩივია მღვდელს, რომელიც დაკავებული იყო კორპუსების აშენებით. 3 კორპუსი მეტნაკლებად დააშენა, თითქმის ვერაფერი ვერ დაასრულა და ახლა რამდენიმე თვეა გაქცეულია უცხოეთში ამის გამო. რა მღვდლის საქმეა კორპუსების შენება და ბიზნესი, გეკითხებით თქვენ. ასეთი მღვდელი ვერ დამწყსის ქრისტეს ერს. ვერაფერს ვერ მისცემს. შეიძლება დააბრკოლოს და დაბრკოლებულიც არიან და
ეხლა აპირებენ ჩივილს საპატრიარქოში. ის ხალხი, რომელმაც ფული დახარჯა და ვერ მიიღეს ბინები. ზოგი ბინამ ორჯერ არის გაყიდული. რა უნდა ამ ადამიანს სამღვდელოებაში? იცით რა მამა არ უნდა განიკითხოთ, რატომ? ჩემმა უფალმა და თქვენმა უფალმა როცა შევიდა ტაძარში გააკეთა შოლტის მაგვარი რამ და სყიდველ გამსყიდველები მოვაჭრეები ეკლესიაში ყველანი გაყარა გარეთ. და მამათა განმარტებით ეს მოხდა არა მარტო ისტორიულად, ეს არის წინასახე ქრისტეს დიდების დაბრუნების, ანუ როგორც პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს, ჩვენი სამღვდელოების განკითხვით დაიწყება საყოველთაო განკითხვა. რატომ? ვისაც მეტი მისცა, მას მეტიც მოეკითხება. ხელმწიფება და მადლი რომ მოხცა, იფქლი როგორც იგავში ამბობს და თავის დროზე უნდა დაურიგო ეს იფქლი ფქვილს ნიშნავს, ველქართულად, ანუ პურს. რატომ არ აკეთებდი ამას? შენ როცა უნდა გესაზრდოებინა სახარების სიტყვით და საიდუმლოებით, შენ დაკავებული იყო ფულის კეთებით, ბიზნესით. არიან მღვდლები, ესე იგი, ვალუტის გადასახურდაველი ჩიხური აქვთ. რა თუნდა? და ვიცი რომ იყო მღვდელი, რომ ტოტალიზატორი ჰქონდა. რა უნდა თამხავს ეკლესიაში? დავით აღმაშენებელი, იმით არის კიდევ აღმაშენებელი და დიდი ჩვენი მირონცხელური სახელოვანი მეფე, რომ მან დაიწყო ეკლესიის განწმენდით, სამღვდელოების. ეკლესია თავისთავად, როგორც ქრისტეს წმინდა სხეული, როგორც პავლე მოციქული ვასწავლის, არის წმინდა, მაგრამ სამღვდელოება არის განსაწმენდი. უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო. ზვიად გამსახურდია დევნისა და გაძევების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით და დავრჩით ასეთებად, იყო ის, რომ მას იგი მორიდებით ითხოვდა, რომ აღდგარიყო ეკლესიაში საეკლესიო სასამართლო. ჩვენ მასთან ერთ-ერთი ბოლო საუბარი ჰქონდა, რომ მირონცხებული მეფობა უნდა აღდგეს საქართველოში და საჭიროა საფუძვლები მოამზადოს. ჩვენმა პატრიარქმა მოგვიანებით უკვე 15-20 წლის მერე, როცა ზვიადი ცოცხალიც აღარ იყო, მოიწვია თავადაზნაურობის კრება და შესთავაზა, რომ ინტენსიურად ეკადაგათ მონარქიის იდეა. იმიტომ რომ ხალხს მეფობის აღდგენა გონია ბატონყობის დაბრუნება, რაც სავსებით სხვა რამე არის სინამდვილეში. და იქ ჩვენ სხვა შორის სიტყვა შემოგთავაზა, ერთი მათგანი იამუხრანელი ბაგრატიონი ჩვენი მრევლი იყო და ითქვა ეს სიტყვა პატრიარქმა მომიხმო კრების ბოლოს და ისე რომ სხვებს არ გაეგოთ, მითხრა ლამის ყურში, რომ თქვენი გამოსვლა ყველაზე მეტად მომეწონა და თქვენც ეცადეთ, რომ განავრცოთ ეს იდეა მონარქიისა. ამის პასუხად თარგმნეთ, ესე იგი, კატეხიზმო, რომელიც სწავლება არის არსებითად მონარქიაზე. და ძალისხმევ ქადაგებ ვახსენებ, თუნდაც ამ წუთში საერთოდ წმინდა მამები ამბობენ, მაგრამ ბენიამენ მღვდელმოწამე პეტროგრადელი შეუძლებელია მართლმადიდებელი არ იყოს მეფობის მომხრე. აბსურდია. რატომ იოანე ოქროპირმა განგვიმართა? ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, განმტკიცებელი არის შემოკეთილო სწორედ მონარქია, ირონცხებული მეფე. ესე მეფე რა მეფე დასავლეთს უნდა თავისი მორჩილი დამბლა ხელისუფლება მოიყვანოს, რომელსაც გადაუგდებს ძვალივით როგორც ძაღლს ევროვალუტას და ისიც სიამოვნებით ყველაფერს შეასრულებს, მათ შორის ერის გათახსირების ამოცანასაც, ზნეობრივი გარყვნილების პროპაგანდის, მათ შორის სოდომის, რასაც ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში, უკვე იმუქრებიან და აკეთებენ რაც შეუძლიათ. მაგრამ რამდენი არის დაუწყებული ღმერთისაგან, აი შეხედეთ მაგათ და რა შადია. უკვე იქამდე მივიდნენ სიგეჟეში, რომ ოკულტურ რიტუალებს ატარებენ. როცა გააკრიტიკეს ამის საზოგადოებაც და სამღვდელობა, ეხლა ერიდებიან ოკულტურ რიტუალებს აშკარად ჩატარებას, მაგრამ აბატეთ ქართულად ღორი განავლის ჭამას არ მოიშლის. ისევე ესენი თავის საქმიანობას. ქუჩებში თუ ვერ აკეთებენ რუსთაველზე, ერთად შეიკრიბებენ და იქ აკეთებენ. თავიანთ მამას, ეშმას მოუხმობენ, რომ ძალა მისცეს. რისთვის უნდა ძალა? დაამხონ არსებული ხელისუფლება, თავად მოვიდნენ და ნებიერად იცხოვრონ. ხოლო იქ ვის რა დაემართება, ეს მათთვის საინტერესო არ არის. ამიტომ შეერქვათ მათ უსამშობლოები. მათ არც სამშობლოა, არც ადამიანობა, არც ზნეობა და არც სარწმუნოება. ვითხარით, რითი განსხვავდებიან პირუტყვებისგან. მამა, იცით რა, თქვენი სიტყვები ძალიან ეს არის, არა ეთიკურია, ძალიან მკაცრია. რასია შემოკეთილო?
მე ვახასიათებ სინამდვილეს. სხვა სიტყვები გაქვს, ეს იგი რაც შეიძლება ეუფონურად თქვით მამაო, თუ გინდათ ისე იგივე თქვით, მაგრამ ეუფონურად. და რა საჭიროა ეს თამაში? ეს სიტყვათა თამაში რა საჭიროა ბრუნ გეკითხებ. არავის არ ვბილწავ, არ ვაგინებ, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ, აღვიქვ, ვაანალიზებ და ვასვენ. სხვა საბაბს ისინი ჩვენ არ გვაძლევენ. და ვინ ვისი მონაა? ყველა უფალთან მივობ. მარჯვენეთის, მარცხენეთის და სამეფო გზაზე მავალიც. ყველანი მივობთ უფალთან და ყველას გამშის უფალი. ჩვენ ის მოახერხოთ, რომ ღვთის მონები ვართ რა, ღვთის მონებად დავრჩეთ. და ვისაც უნდა რომ ზოგს ჩრდილოეთიდან ამოსდიოდეს მზე და ზოგს დასავლეთიდან რასიზა თავისუფალი ნება მისცა პარალიზებულია გონება და ნება და სხვანაირად ვერ აზროვნებს როგორც რუსთველმა მოკლედ და გასაგებად ხო კოპასაშინა რაცა დგას იგივე წარმოძინდების მას უცხო ქვეყანაში მოხვედრილი უძღებები შვილებებით ვიქცევით ჩვენ საფრთხისადმი გაუცხოებული სულით შიმშილს განესტის აი როგორც საზოგადოების ეს ნაწილი როგორც ის გახდა იძულებული ღორების კულტისთვის ეძოვებინა ასევე ცოდვილის გრძნობის მიერ ხორცელ ნებათა მეღორეობას ეწევა ფიქრობს რა ამ გზით სულიერი შიმშილი ჩაიკლას ღმერთი ჩვენს თავისუფლებას არ ზღუდავს და არჩევანი ჩვენვე უნდა გავაკეთოთ გარნა იგივე ჩვენს ხონებას შეეწევა და საამისოდ ყველა მადლიან საშუალებას გვანიჭებს თავისუფალი ნება კი მოგსაუბრებს მინდა მამა ამბობს მაგრამ ყველანაირად შეგვეწევა რომ არჩევანი იყოს სწორუპოვარი სულს რომ აკეთებ სულ არჩევანს რო აკეთებ ესეც არჩევანია მაგრამ ეს არჩევანი სასიკეთო არ არის უფალი ყველაფერს აკეთებს სწორუპოვარი არჩევანი გააკეთო აი როგორ ბოლო დროს როგორც იქნება უკვე საზოგადოება მთელი მსოფლიო დადგება ამ არჩევანის წინაშე წინ დაგვიწყობენ პულს და ჯვარს შენ უნდა აირჩიო ვინც წელი ცხოვრების განმავლობაში მიწიერი ვნებებისადმი იყო დამორჩილებული და დამონებული იგი უკიდურეს გაჭირვებაში, შიმშილობაში და ასე ზნეობრივ ზეწოლაში როგორ აირჩევს ჯვარს? ის აირჩევს პულს. ხოლო ვინც უფლისთვის ითმენდა ყოველივეს და სასუებით ელოდა მისი დიდებით დაბრუნებას და ივანე მახარებელივით შესდახდა ჰეუფალო მოვედ, ის აირჩევს ჯვარს. არჩევანის და მიხედვით განიშება თითოეული მათგანი. ღმერთი რა შუაშია რომ ამბობ ღმერთი რატო ხუბა ჯოჯო შენ აკეთებ ამ არჩევანს ღმერთმა გასავა ყველაფერი ჯოჯოხეთის 64 ადამიანობა კაცობა ეს სოდვა ამას მოგიტანს და ასე შემდეგ არჩევანი მაგრამ როცა ადამიანი ხშირად სოდავს და აღარანოს პარალიზებული ხდება მე თუ გადაჭარბებულად არ ჩამომეთვლება ძალიან გროტესკულად ჩემი ნათქვამი დიდად სოდვილი ადამიანი უნანელი მიმაჩნია საერთოდ სულიერად დაავადებულად უსინდისოდ რატო არ უსმეს იმის, ან ვეღარ უსმეს. რა არის გადაჭარბებული? ეს არის უსინდისო ადამიანი. ეს არის ფსიქიურად დაავადებული ადამიანი. ეს ფსიქიური აშლილობა, დაავადება და შეპყრობილობა მინდა რო ქვია სახელად ქართულად გრძელდება ჯოჯოხეთში. საერთოდ რა არის ჯოჯოხეთი მამათა სწავლება? ან რა საჭიროა უკვე დედამიწაზე მიწიერი ცხოვრების შანს გოლის სიტყვებისგან შეუფერებელი გულის სიტყვი განთავისუფლდეს ადამიანი. ეს ცოდვა საზოგადოდ დამახასიათებელია არა სულისა, არამედ ხორცისა. მაგალითად, ნაყროვანების ჭამა, გემოთმოყვარების ჭამა, სიძვა, ხორცი. ადამიანი რო ყვდება რას ნიშნავს? სინამდვილეში კი არ ყვდება გარდაიცვლება. სიკვდილი არის იქ. მერე, როცა სამუდამო ჯოჯოხეთში დახო და უფლის სახეს, ღვთაებრივ პირის სახეს ვერ იხილავ შენი ნეტარების და სინათლის წყაროს. აქ ადამიანი ესე იგი, რასაც მეისდებდა, როცა სული ამოვა ხორციდან, სულს ეს მოთხოვნილებები არ აქვს. ეს არის ხორცის თვისება. ხორცი აღარ აქვს. ესე იგი და უბრალოდ სული განაგრძობს არსებობას. აქ ნდობა, ნება დარჩენილი. მაგრამ საგანი არ აქვს. ხორცი სხეული არ აქვს, რითაც უნდა აისრულოს ეს ნდობა, გულის სიტყვა. გემოთმოყვარების, ნაყრევანების, სიძვის და ასე შემდეგ. აი ეს არის ტანჯვა. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რაღაცის მიღწევა რომ გინდა დაჟინებით ცდილობთ, ყველა ძალას ხმარობთ, ზოგჯერ უკადრისაც კადრულობთ და ვერ იღებ. რა დღეში ვარდებიან ადამიანები, ჩემთანაც მოსულ რა. გიჟისგან ვერ განასხვავებ. შეპყრობილები არიან. უნდა. აი პატარა ბავშვები რო არიან, დედიკოს და მამიკოს რომ ფეხს როცა უხსნის რომ შვილო ეს არ უნდა გააკეთო, არ შეიძლება ამას მოგიტანს და ასე შემდეგ, ფეხებს უბაკუნებს. მე მინდა, მე რომ მინდა
ლოგიკურად ვერ აზრობს, იმიტომ იყო რომ პატრიარქმა შესთავაზა განათლების საინსტიტუტო საგანი ლოგიკა და ლოგიკური აზროვნება ასწავლეთ ახალგაზრდებს. ადამიანი თუ ლოგიკურად იაზრებს, ვიხდება ამ ცოდვას და ამ საქმეს მიყავს ცუდ საქმესთან და ცუდ შედეგთან და თავ შეიკავებს ამითაც. აი ეს არის ჯოჯოხეთი, მარადიული მინდა, რომელიც არასდროს არ აღსრულდება. ღმერთი ჩვენს თავისუფლებას არ ზღუდავს და მას არჩევანი ჩვენვე უნდა გავაკეთოთ. გარნა იგი ჩვენს ხონებას შეეწევა და საამისოდ ყველა მადლიან საშუალებას გვანიჭებს. და თუ ჩვენ აქამდე უძღებშვილს ბრმად მივდევრით ღვთისადმი ჩვენს სოდვიან გაუცხოებაში და ვნებათა ღელვაში, ბოლომდე მივყვეთ მას სინანულით დამაბრუნებელ გზაზეც. როდესაც რომელიმე ჩვენთაგანი სინანულის სრემლით ბრუნდება ღმერთთან, სახარულევანი შეხვედრა და ზეიმი მეორდება ყოველთვის სათავშინა. საკმარისია უცხო ქვეყანაში მიმოხეტიალი შამი არის ზეცირ მამასთან დაბრუნებისა მეტად რომ ბევრი ნიშანია ქრისტეს დიდებით დაბრუნების პირველ ყოვლისა ევროკავშირის შექმნა რომელიც ასეთი მყარვალი აღმოჩნდა კაცო მათ შორის ჩვენთვის ქართველი ერისთვის მით უფრო რომ იგი დიდი ხანია მიგველის და სიყვარულითა და სიხარულით აცავსე შეხვედრას გვიმზადებს რომელსა მხოლოსა ღმერთსა მამასა და ძესა და სულსაწმიდასა ჩვენის ყოველგვარი დიდებაი პატივი და თაყვანისცემაი აზამ არადის და უკუნით უკუნისამდე ამენ